მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. ძალიან საინტერესო გადაცემა გელი თქვენ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ამბები მინდა გამცნოთ. და პირველი მინდა რომ ძალიან ისეთ სასიამოვნო ამბავით დავიწყო, ძალიან ხშირადაც არა გვაქვს ეგ ბედნიერება, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ამ სასიხარულო ამბავში გარკვეულწილად ჩვენი წვლილიც არის. იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ, როდესაც პირველად გამცნეთ იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ მეთქი აი ამ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ სამწუხაროა რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ მიულოცა გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკოს და მე ვთქვი რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, ალექსანდრ გრიგორიჩმა იმ წუთასვე მყისერად მოგვილოცა და ძალიან ცუდია და ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და კაი ეხლა არ არის, მაგრამ შემდგომში მაინც გაითვალისწინეთ მეთქი და ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ეს სოციალურ ქსელში ატყდა მთელი ამბები, ძალიან ბევრმა მერე განცხადება გააკეთა, აშფოთება გამოთქვა და აი გუშინ მე მაცნობეს რომ ეს ინფორმაცია დადასტურებულია რომ მიხეილ ყაველაშვილმა მიულოცა გამარჯვება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს. ეს არის ძალიან სწორი ნაბიჯი მეგობრებო და მე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით რომ ეს არის პატივისცემის გამოხატულება პირველ რიგში ბელორუსი ხალხის მიმართ. მე მინდა ტექსტი წაგიკითხოთ იმ მისალოციდან რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გააგზავნა ბელორუსში. მინდა მოგილოცოთ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობის და ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. კარგად მოგეხსენებათ რომ არაერთხელ დადასტურდა ის ფაქტი რომ ალექსანდრ გრიგორიჩმა უამრავჯერ დადასტურა თავის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის საქართველოს მიმართ და მე ძალიან გახარებული ვარ და მე მადლობა უნდა უთხრა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აი ამ გაბედული და ვაჟკაცური ნაბიჯის გადადგმისთვის, იმიტომ რომ კი ეხა ერთი ხელის მოსმით შეიძლება თქვას კაცმა რომ რა მოხდა მე ისეთი წნეხი მოდის ჩვენ ხელისუფლებაზე, ისეთი ზეწოლის ქვეშ არის ჩვენი ხელისუფლება, რომ ეს არის დასაფასებელი მეგობრებო. ეს არის დასაფასებელი და აი რა სხვაობა ყაველაშვილსა და ზურაბიშვილის შორის. აი მხოლოდ მარტო აი ერთი ფაქტითაც ჩანს რომ რა სხვაობა ზურაბიშვილმა ამ არარაობამ საქართველოს რეპუტაცია ძირს დასცა. და დღეს აი ამ რეპუტაციის აღდგენა იწყება უკვე ახალი პრეზიდენტის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი ძალიან მალე წმუნებათა სიგელსაც გადასცემს ბელორუსის ელჩს. იმიტომ რომ ეს ადამიანიც ასევე დიდი პატივისცემით არის საქართველოს მიმართ. ბატონი ანატოლი ლისი, გახსოვთ ალბათ ის რამდენჯერმე ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი, გორში ბრძანდებოდა. უდიდესი სიყვარული აქვს საქართველოს მიმართ და ეს ადამიანი ვერ ასრულებს ჯერ დაკისრებულ ფუნქციას, იმიტომ რომ წმუნებათა სიგელი ჯერ არ გადაუწია მისთვის პრეზიდენტს. და მე ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მინდა მოუწოდო, რომ ბატონო მიხეილ, თქვენ ნამდვილად ჭეშმარიტად ვაჟკაცური, პატრიოტული, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგით და მე მინდა რომ ესევე გააგრძელოთ და ჩვენთვის ბელორუსი არის სტრატეგიული ფიქრობ რომ მეგობარი ჩვენთვის ბელორუსი არის ქვეყანა რომელმაც ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა შეადუღაბა, იმიტომ რომ ზარნახული ზეწოლა იყო გახსოვთ ალბათ რუსეთიდან რომ ეცნო მას ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა და ვიღაცას თუ გონია რომ ეს რომ გაეკეთებინა ლუკაშენკოს ამ მარტო ბელორუსი დამთავრდებოდა ყველაფერი, ძალიან ცდებით მეგობრებო. ძალიან ცდებით. ამას მოყვებოდა დომინოს პრინციპი.
ამას მოყვებოდა შემდგომ ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ ცხინვალისა და სოხუმის აღიარება და ხუხულასავით ჩამოიშლებოდა ის არაღიარების პოლიტიკა. ამიტომ ამას ძალიან დიდი დაფასება ჭირდება. არაერთხელ დაუდასტურებია ლუკაშენკოს პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჯერ კიდევ როდესაც კვირიკაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი მახსოვს და მარგველაშვილი პრეზიდენტი ჩამოვიდა და თქვა რომ მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნი საქართველოსში. მილიონ სამუშაო ადგილსო. დღეს ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლო. დღეს ჩვენ ვფიქრობ რომ ბელორუსთან უნდა დავამყაროთ ისეთი ურთიერთობა. კარგი ამ რუსეთთან ვერ ჩადიხართ რომ ოკუპანტია. ბელორუსს ხوار აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია. ლუკაშენკოს ხوار წაუღია ჩვენი ქვეყნის რაიმე ნაწილი. მე მინდა მოგიწოდოთ ბატონო მიხეილი, მე მაშინვე თქვი თქვენ რომ აგირჩიეს. თქვი რომ ეს კაცი იქნება პირველი რომელიც დაიწყებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენისკენ გადადგმულ ნაბიჯების განხორციელებას და ისი აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რა სიგნალია? მე ველაპარაკე ბელორუსიაში მეგობრებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს, ძალიან კარგად იცით რომ ჩვენთან ხშირად არის ბელორუსის სტუმრები და სხვათა შორის ეხლა საკვირაო გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ბელორუსიდან, რუსულენოვან გადაცემაში. თქვენ გახსოვთ რომ წინა კვირას ყავდა სტუმრად ბელორუსიის პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრ შპაკოვსკი, რომელიც ფაქტობრივად არის ბელორუსიის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ის ხშირად გამოდის ცენტრალურ არხებზე და უდიდესი პატივისცემა დაადასტურა შპაკოვსკიმ საქართველოს მიმართ. ლუკაშენკო რაღაცა მომენტი რო ჩაუვარდება საქართველოს ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს, გახსოვთ ალბათ ბოლო ფრაზა რომ კაცო ქართველებსო ესე იგიო ტენიდნენო იმასო რომ LGBT-ები ყოფილიყო იქა ეს გარკვეული პროპაგანდაო და ქართველი კაციო იმიდანო ბავშვობიდანო აკვნიდანო ხალხს უყურებსო კაცო და შეიძლებაო საქართველოში LGBT პროპაგანდა განხორციელებულიყო და მართლაც ასია ყველა ქართველი კაცი ნორმალური ქართველი კაცი ხალხს უყურებს. აბა ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს რომ კაცებს შევხედოთ ჩვენ. აბა სხვათა შორის ერთხელ მახსენდება ეხლა მეც ბოდიში და მაკუთხით ეხლა რა არ ვიცი მამაოსთან ვიყავი და ეხლა ღმერთო მაპატი ეხლა შეიძლება რაღაცა ვწოდავდე კიდევაც, მაგრამ მამაო მეთქი ქალებისკენ გამირბის თვალი მეთქი და კიდე კარგი შვილო ქალებისკენ გაგირბის თვალი და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ლუკაშენკო ას არ იყოს ქალებისკენ არ გაგვირბოდეს თვალები, მაშინ ჩვენი საქმე დალაგებული არ იქნება მეგობრებო და აქედან გამომდინარე ეხლა უდიდეს პატივსცემენ ბელორუსში საქართველოს და ქართველებს და მე მინდა ბატონ მიხეილს, აი მე რამდენჯერ ვიმეორებ, იმიტომ რომ ოღონდ კარგი გააკეთეთ და იმისი ჩინებაში რო არის, რა კორეაში და იმაში რო არის ტელეკომპანიები და რო მადლობა კი იმ ჩენდის, მადლობა კი. აი 100-ჯერ გავიმეორებ თქვენს სამადლობელს, ოღონდ კარგი გააკეთეთ და არ დავიღლები სამადლობელოს თქვი და ისეთი გახარებული ვარ, აი ეს გუში როგორც კი გავიგე, ეს ამბავი გვიან ღამით, რომ აი არ ვიცი, ჩემთვის ეს იყო თითქოს, რა ვიცი, მე ლამის აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს ლუკაშენკოს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის დარეგულირებაში. იმიტომ რომ მის სიტყვას ძალიან დიდი ფასი აქვს. ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა არის ბელორუსი, რომელიც ბოლომდე ერთგულია რუსეთისა. ბევრმა დაიწყო ერთი ადგილის თამაში, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმა, თქვენ კარგად იცით ეს. და ერთადერთი ლუკაშენკო არის, რომელიც არის, მაგრამ სხვა ქვეყნებიც ყავთ პარტნიორები რუსეთს, მაგრამ ერთადერთი უერთგულესი ქვეყანა. მაგრამ ხო და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და მე მინდა უთხრა ბატონ მიხეილს, რომ ძალიან აქ თხოვთ, ვიცი რომ ჩვენ გვიყურებენ ჩვენ ტელევიზიას და გადაცერთ წვუნებათა სიგელი ბატონ ანატოლი ლის საქართველოზე დიდად შეყვარებულ ადამიანს, დიდ პატრიოტ ადამიანს ბელორუსიერისა და გადასცეთ და შემდგომში უკვე პირველი ვიზიტი, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი არ ვიცი დაგეგმილი გეკეთებათ, განახორციელოთ მინსკში, შევხვდეთ ალექსანდრ ლუკაშენკოს და ამით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ, იმიტომ რომ ბელორუსთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა არის გარანტორი იმისა, რომ ჩვენ რუსებთან მოუნახავთ საერთო ენას, იმიტომ რომ ლუკაშენკოს ძალიან ბევრი რამე შეუძლია, მეგობრებო. ძალიან ბევრი რამე შეუძლია და ფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგევართ და ამ სასიხარულო ინფორმაციის შემდგომ მინდა ასევე მეორე სასიხარულო ამ ინფორმაციაზეც ვისაუბრო თქვენთან ერთად. ნამდვილად, აი მე პირადად ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რაც ხდება უკრაინაში ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი და შეიძლება 1000-იც კი იღუპება
და მე პირადად დამყოფი ვარ კიევში რამდენჯერმე და სხვათა შორის აი უკრაინის შემადგენლობაში რო იყო სევასტოპოლი, იქაც ვიყავი და არ ვიცი აი იცით რა შეასაქმე მე რასაც ვამბობდი, ეხა ბევრი ვიღაცები იძახიან, აი ჩვენ რო ვიძახდით, ეგ თქვენ იძახდით ბოდიში და როცა უკვე შეიცვალა აქ სიტუაცია ამერიკაში, დასაწყისის ომიდან ვამბობდი, რომ ზელენსკის ჩამოკიდებს ფეხებით უკრაინელი ხალხი მეთქი. ვიძახდი ამას და გახსოვთ ალბათ ეხლა რომ ეს ერთხელ კი არა ხუთასჯერ მაქვს დათქვამი ამ ტელესტუდიიდან. და დგება ეს მომენტი, როდესაც ზელენსკის მართლაც ფეხებით ჩამოკიდებს უკრაინელი ხალხი. და ამისი ნიშანი არის ის, რაც გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა პუტინთან საუბრის შემდგომ. ეს არის განაჩენი უკრაინისათვის. და ასევე ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი ჩვენთვისაც და ახალი შანსის მოცემის გარკვეული რეალიები იჩნდება უკვე. ჩვენ რო ვამბობდით, რომ უკრაინა იღუპება და ჩვენ სწორად ეს სწორი პოზიცია გქონდა დასაწყისშივე რომ არ ჩავერთეთ ამ დაპირისპირებაში და თქვით, რომ დამღუპელია ქვეყნისათვის ხელისუფლებას ასევე მადლობა უნდა უთხრა, ისე გამომდის ეხლა რომ ძალიან ბევრ მადლობებს ვიხდი, მაგრამ რაც მართალი ეხლა უნდა დავაფასოთ მეგობრებო, იგივე ყაველაშვილის საქციელი უნდა დავაფასოთ, იგივე ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგიც უნდა დავაფასოთ და რაზეც არის საუბარი ეხლა და რასთან დაკავშირებით საუბრობ, აი ეს აი ამ განცხადებიდანაც ნათლად ჩანს. შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პუტინთან. ის საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ეს ომი კატასტროფაა და უნდა დასრულდეს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში მისი გაწევრიანების შესახებ ევროპულ-ამერიკული დაპირებები წარსულს ჩაბარდა. პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპის განცხადებებიდან ირკვევა, რომ უკრაინა ვერც ნატოში შევა და ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენს. კიევს მოუწევს ამერიკის მიერ დახარჯული მილიარდობით დოლარის ანაზღაურება და უკრაინისთვის ალტერნატიულ გარანტიებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ევროპა იქნება და არა ამერიკა. ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალისტური და არაპრაქტიკულია. მე მას ვეთანხმები. რუსეთში პრეზიდენტ პუტინამდე დიდი ხნით ადრე თქვეს, რომ ამას არასდროს დაუშვებდნენ. თუ უკრაინა ნატოში არასდროს შევა, ეს ჩემთვის მისაღებია. მიიჩნევთ კი უკრაინას სამშვიდობო პროცესის თანასწორუფლებიან მონაწილედ? საინტერესო შეკითხვაა. ვფიქრობ, მათ მოუწევთ მშვიდობის დამყარება. ახლა ჩვენი ფინანსთა მინისტრი დოკუმენტს ამზადებს, რომ ჩვენ მიერ დახარჯული ფული უკან დავიბრუნოთ. ჩვენ გაცილებით მეც ვხარჯავთ ვიდრე ევროპა. არა და ევროპა ჩვენზე მეტადაა საფრთხეში. დონალდ ტრამპის ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა კიევში ჩასვლას არ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვს ესტუმროს. ვლადიმერ პუტინი კი ვაშინგტონში მიიღოს. პირველ შეხვედრას ის პუტინთან საუდის არაბეთში გამართავს, რომელსაც ზელენსკი არ დაესწრება. ტრამპის ამ განცხადების შემდეგ Times-მა დაწერა, რომ პუტინის იზოლაციაში მოქცევის დასავლური მცდელობა ჩაიშალა. ამან უკრაინის პარტნიორები შეაშფოთა, გამოითქვა ეჭვები, რომ ამერიკამ უკრაინას უღალატა. ეს არ არის ღალატი, მთელი მსოფლიო და შეერთებული შტატები დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით. ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევით შეშფოთებულია ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ მათ ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება ვერ გაამართლებს. ტელეგრაფი წერს, რომ ბრიუსელს არ მოსწონს ევროპის გარეშე ტრამპი პუტინის დამყარებული მშვიდობა. ევროპა მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს და სამშვიდობო წესრიგში ცენტრალური როლი უნდა შევასრულოთ. ჩემი გზავნილი ასეთია, მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე შეუძლებელია და უკრაინის ხმა ნებისმიერი მოლაპარაკებების ცენტრში უნდა ისმოდეს. ნატოსა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონისთვის ძვირფასი წიაღისეულის გადაცემის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და თქვა, რომ კონსულტაციები გრძელდება. როგორც სუვერენული ქვეყანა ჩვენ გარეშე მიღწეულ შეთანხმებას ვერ მივიღებთ. თავარია, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც პუტინს სურს. ჩვენ ამერიკის დახმარება გვჭირდება. უკრაინაში ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევაზე ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უსარგებლოსა და მათი სისუსტის დემონსტრირებას უწოდებს. ვიქტორ ორბანის განმარტებით ბრიუსელის პოზიცია ადამიანთა მკვლელობას იქამდე დაუჭირონ მხარი, ვიდრე საჭირო იქნება, მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელია. ჩვენ ხედავთ, რომ განაჩენი გამოტანილია და აგერ საუბრობენ იმის შესახებ, რომ ვეღარასდროს ვეღარ დაებრუნებს უკრაინა იმ ტერიტორიებს, რომელიც დაკარგა, რომ დაფინანსებაზეც აქ უკვე მინიშნებებია, რაზე ჩვენ საუბრობდით. ეხლა მაინტერესებს, გამოდით ეხლა და თქვით თქვენ, რომ რაღაცნაირად ამერიკა გამოაცხადეთ და ტრამპი გამოაცხადეთ კრემლისტებად და პუტინის აგენტებად. აგერ დონალდ ტრამპმა გამოვიდა და თქვა, რომ
სულ სხვა რეალიების წინაშე მოუწევს უკრაინას ცხოვრება. და ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რასაც ეხლა ამერიკას თავაზობს უკრაინას, ეს არის ის პირობები, რასაც რუსეთის თავაზობდა უკრაინას. ანუ ეხლა თუ კი ამ პირობებში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება დასრულდება ყველაფერი. ეს უკრაინელი ხალხი ხო ეტყვის, ამისთვის გვაო მე შენ? ამისთვის დავხოცეთ ადამიანები, რომ ისე იგი ჩვენ დავთანხმდეთ ამ კაპიტულიანტურ პოლიტიკას და შედეგებს. ეს იქნება საბოლოოდ განაჩენი ზელენსკისთვის და თავად ნათელია ყველაფერი იმისა, რომ ამერიკამ დააწყებინა ომი. ეხლა გასაგებია ტრამპის სხვა პოზიცია აქვს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეხლა ეს ომი უკრაინას არ დაუწყია, ეს ომი დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მაგრამ ეხლა რახან აქ ამ ომში დაინახეს, რომ ვერ ამარცხებენ რუსეთს, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ფული მიდის, შედეგი არ არის. და ეს არის შედეგი, რომ ჩვენთვის რაც უნდოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ჩვენ რო გვეუბნებოდნენ, რომ დაუჭირეთ ხარი, იგივე ბედი გავიზიარებდი ჩვენც. და ამიტომაც არის ჩვენი გადაცემის აი თემა, რომ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. პრაგმატული პოლიტიკია რო გქონდა ჩვენ ქვეყანას, იმიტომ ავიცილეთ უბედურება. და აი უნდა გამოიყვანო ეხა ეს ნაცმოძრაობა. და ყველანი ციხეში უნდა გაუშვა ეს ნაძირლები ისინი, რასაც თავად გამოდით ეხლა და დაგმეთ ტრამპი. გამოდით. გამოდით და თქვით, რომ ტრამპი არის პუტინისტი. რატო არ იძახით? ხედავთ ალბათ აგერ თავდაცვის დივანი აცხადებს ამას, ტრამპი ამას აცხადებს და უფრო მეტიც ითქვა ასევე, რომ უკრაინა აღარ იარსებებსო. და უკრაინა შევა რუსეთის შემადგენლობაში. და იქნება ალბათ შეიძლება დატოვონ რაღაცა პატარა ლვოვი, რაღაცა 1-2 რაიონი და ეგ იქნება და გინდა ნატოში იყოს, გინდა ისე იყოს რა. მაგრამ ისიც არ იქნება ჩემი აზრით. აი ეს არის შედეგი იმისა, მეგობრებო, რომ როდესაც მართლაც დადიხარ ამ დასავლეთის ამერიკის ჭკუაზე, მიიღებ ამ შედეგს და მიიღეს კიდევაც. დამთავრებულია ამბავი უკვე უკრაინა მალე სრულიად იქნება რუსეთის შემადგენლობაში ეტაპობრივად და ჩვენ კი გილოცავთ მეგობრებო, რომ ჩვენ გადარჩენილები ვარ და შანსი მოგვეცა. ჩვენ შანსი გვაქვს დავალაგოთ ურთიერთობები და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა გაგრძელდეს იქითკენ, რომ ჩვენ რუსეთთან დავიწყოთ დიალოგი უკვე სხვა მიმართულებით. არა უკვე მარტო სავაჭრო ეკონომიკური, არამედ გავაგზავნოთ ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ და დავიწყოთ საუბარი უფრო ფართო მასშტაბის ურთიერთობებზე რუსეთთან. და ამას შემდგომ მოყვება ნაბიჯები. ეხლა რაღაცაენაირად ჩვენ არ უნდა დაგვაბრმავოს მავანთა და მავანთა რაღაცა ესეთ პროვოკაციებმა. აი ეს არის ისი თქმაც მინდოდა დასაწყისში ჩვენ შემდგომში კიდევ სხვა თემებზე შევაჩერებთ ყურადღებას, ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი სტუმრები ჩაერთვებიან გადაცემაში და ისინი ისაუბრებენ ამ საკითხებზე. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ სამართლის ექსპერტი, უფლებადამცველი ბატონი ალექსანდრე კუბაიძე, მოგესალმებით. მოგესალმებით მოსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. ასევე მე მინდა წარმოგიდგინოთ პოლიტიკოსი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე. ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით. აი რა შეფასებას გაუკეთებთ ბატონო ჯუმბერ თქვენ აი იმ განცხადებას ტრამპისა, რომელმაც ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანა უკვე უკრაინას და თავად ყაველაშვილის აი ამ კეთილ და პრაგმატულ და სახელმწიფოებრივ ჟესტს ვთქვათ ორიოდეს იქ. პირველ რიგში მინდა შევერთე თქვენს მადლობის სიტყვებს პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. მეც მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ საქართველოს პრეზიდენტს იმ გონივრული ნაბიჯისათვის, რა გონივრული ნაბიჯის გადადგა ბელარუსის პრეზიდენტთან მიმართებაში და მიულოცა ბელარუსელ ხალხს და ბელარუსის პრეზიდენტს ხელახლად ხელისუფლებაში არჩევა და პრეზიდენტ გახდომას. ასეთ გონივრული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ არც ერთი ქართველი არ მეგულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაეშროს კეთილი და კარგი სიტყვები. რაც შეეხება გუშინ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარს, პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ეს იყო დასავლეთის პოლიტიკურად განადგურების ნაბიჯი. პრაქტიკულად დღეს დასავლეთის პრესის ფურცლებზე ხედავდით ერთ რაღაცას, რომ დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები გადაექცენ ერთ შიშარა კურდღელ
ფარად, კურდღლების ფარად გადაექცენა. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, რომ გუშინ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა და ამერიკის პრეზიდენტმა გადაწყვეტეს ერთი რამ, რომ ისინი გადაწყვეტენ უკრაინის ბედს, სადაც არ იქნება მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც უკრაინა და ასევე ვერ მიიღებენ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები. ეს რას ნიშნავს იმას? ეს ნიშნავს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკურად გაანადგურა ევროპა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე ანადგურებს და გაანადგურებს ბოლომდე პოლიტიკურად. გუშინ ჩვენ დავინახეთ ერთი რამ. პირველი დავინახეთ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკა იყო მართალი და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურმა ნაბიჯებმა გაამართლა. რომ არ გადაედგა საქართველოს ხელისუფლებას ისეთივე გონიურული ნაბიჯები, როგორცაც დგამდა ამ წლების განმავლობაში, ჩვენ აღმოჩნდებოდით, როგორც უკრაინა ახლა აღმოჩნდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამერიკამ გაყიდა ან უღალატა უკრაინას, ეს არის ლოგიკური დასასრული იმ ხელისუფლების, რომელმა ხელისუფლებამაც არა ხალხის ინტერესები გაითვალისწინა, არამედ ამერიკის ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციები გაიზიარა. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი რაღაც, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები. პოლიტიკაში ყოველთვის არსებობს პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, მან პირველი საპრეზიდენტო დრო ვერ გამოიყენა ისე კარგად, თუმცა მიიღო ძალიან კარგი გამოცდილება და იმ გამოცდილებიდან გამომდინარე ამ საპრეზიდენტო ვადას ის ჩაატარებს ძალიან მნიშვნელოვნად სოფლიო პოლიტიკური თვალსაზრისით. ეხლა მე მაინტერესებს, სად არის ჩვენი პატრიოტები, პოლიტიკოსები. ეხლა ვუყურეთ, ამერიკაში 2 გიგანტი მილიარდელი მართავს ამერიკას. ეს არის მასკი და ეს არის დონალდ ტრამპი. რატო არ გამოდიან ნაციები, ნაცხროვის შთამომავლები, მათი ხროვა და რატო არ ამბობენ, რომ ოლიგარქია მართავს ამერიკას. დიახ, ოლიგარქია მართავს ამერიკას, იმიტომ ყველაზე დიდი ოლიგარქი არის მასკი, არის დონალდ ტრამპი. სად არის ჩვენი ნაციები? ესენი არის სამშობლოს მოღალატეები. ამათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი. მე მაგალითად ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ თითოეულ მათ ლიდერზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით. და რატო? ისინი რასაც აკეთებენ დღესდღეობით, ამას აკეთებდა კომუნისტების დროს ცეკას მეორე მდივანი. ანუ როგორ მოსკოვი, კრემლი ნიშნავდა ცეკას მეორე მდივანად მის წარმომადგენელს, ანუ ეს იყო თვალი და ყური საქართველოს ხელისუფლებაში და ის მას ჩაქონდა ენები, ამას უხეშად რო ვთქვათ, არ მინდა ეს სიტყვა გავიმიურო. დღეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ზუსტად ამას ჩაზდის. ჩადიან, ჩააქვთ უზარმაზარი ფული დასავლეთში, თითოეულ პარლამენტარს მოისყიდიან და აკეთებენ რაღაც ისეთ ბინძურ განცხადებას, რომელსაც ევროსაბჭოს სახელით აკეთებენ მერე ამ განცხადებებს. თუმცა ევროსაბჭო უკვე აღარ არის ის ევროსაბჭო და არც ის ევროპა არ არის, რაც იყო 90-იან წლებამდე ევროპა. პრაქტიკულად მე მაინტერესებს, რომ ეხლა გამოდიან პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არა, ევროპა უნდა დაჯდეს მოლაპარაკების კავზე უკრაინასთან ერთად და უკრაინის ბედი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ ყველამ ერთად. ვის უნდა დავჯდეს ტრამპმა სასაუბროდ? შოლცს? რომელ ლიდერს უნდა რომელ ლიდერთან ერთად უნდა დასხდეს ტრამპი და მას ესაუბროს. ასე რომ დავასრულებ ორი სიტყვით, მინდა ვთქვა, რომ გუშინ ტრამპმა დაასრულა ევროპა როგორც ევროპული პოლიტიკა. გასაგებია, ჩვენ ეხა პრინციპში რასაც ვამბობდით, ეს ყველაფერი როგორც გითხარით ახდა, ეს ტრამპმაც განაცხადა, ასევე კიდევ ერთხელ მინდა მოგასმენინოთ ამერიკის თავდაცვის დივანის
პიტერ ჰექსეთის განცხადება, რომელიც დაფიქსირდა კიდევ ერთხელ მეორე ძალიან მკაფიოდ. ჩვენც თქვენს მსგავსად გსურს სუვერენული და განვითარებული უკრაინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებზე დაბრუნება არ არის რეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა მხოლოდ გაახანძლივებს ომს და მეტანჯვას გამოიწვევს. ძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ისევ არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკის მესამე შეთანხმება, თუმცა შეერთებულ შტატებს არ ჭერა, რომ უკრაინისთვის ნატოს წევრობა არის მოლაპარაკების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგი. ამის სანაცვლოდ უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია უნდა იყოს მხარდაჭერილი უნარიანი ევროპული და არაევროპული ჯარებით. თუ ასეთი ძალები განთავსდებიან როგორც მშვიდობის მყოფელები უკრაინაში რაიმე ეტაპზე, ისინი არ უნდა განთავსდნენ ნატოს მისიით და მეხუთე მუხლი მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს. ასევე შეხების ხაზზე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო მონიტორინგი. მკაფიოდ რომ თქვა, უსაფრთხოების არც ერთი გარანტიის ფარგლებში უკრაინაში ამერიკული ძალების განთავსება არ მოხდება. მეტი რაღა უნდა თქვას ახლა, არ ვიცი. საქართველოს ხელისუფლებას არაპატიეს ის, რომ ევროკავშირთანო ჩვენო ურთიერთობას 2028 წელს განვაახლებთო, იმიტომ რომ თავად ევროკავშირმა წამოგვიყენა აქ ულტიმატუმები. ესეთი რამე რო ეთქვა რომელიმე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლს, რაც ახლა ტრამპი იძახის, რაც ეს ამერიკის თავდაცვის დივანი იძახის, აქ რევოლუციას ნამდვილად მოაწყდა. არანაირი ნატო, არანაირი ტერიტორიული მთლიანობის ადგენაზე საუბარი არ იქნებაო. ტრამპმა გარკვევით თქვა და რაც მივეცითო, ისიც უნდა დაგვიბრუნონო. აი ეხა წარმოგიდგენიათ რიგითი უკრაინელი, რომელიც ამას მოისმენს, გული არ გაუსკდება? რომ ესე იგი ტერიტორიები დაკარგეს, ქვეყანა აოხრეს, უამრავი 10,000-ობით ადამიანი დაიღუპა და ეუნება ამერიკის შეერთებული შტატები. ჩემთვის სულ რა მნიშვნელობა აქვს ტრამპი იქნება, ბაიდენი თუ ვინც იქნება, იქა ამერიკამ არ დააწყებინა ომი, ეხა ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამ სულელმა ზელენსკიმ დაიწყო ომი? ეხა უბრალოდ ამერიკას აესეა, ხან ესე გააკეთებს, ხან ისე გააკეთებს, ხან ერთ მარიონეტს მოიყვანს, ხან მეორეს და ამასობაში დამთავრდა უკრაინა. მე მიმძიმს ამის თქვა, მაგრამ უკრაინა აღარ იარსებებს მალე. და გამოდით ეხლა და აფრიალეთ იმისი, რა ქვია, უკრაინის და ამერიკის დროშა. ეხლა რატო არ იძახით, რატო ვერ ბედავთ იმას? ერთადერთი ქარაფშუტა დედაკაცმა გამოვიდა, თქვა რომ ტრამპიო ის არისო, რა ქვია, რაღაც ფაშისტური ის არისო, წარმონაქმნიო, თამთა მიქელაძემ თქვა, გაბედა და იმიტომ რომ დაფინანსება შეუწყდა ალბათ და დასაკარგი არაფერია. ეხლა გამოდი დაადანაშაულე ტრამპი და ამერიკა. ამის მეტი რუსეთს კი არაფერი არ უთქვია. ფაქტიურად დანა გამოუსვა ყელში იმან, რა ქვია, ტრამპა უკრაინას და დასავლეთსაც. და ეხლა დასავლეთის ლიდერები რატო ხმას ვერ იღებენ, მაინტერესები, აი ტრამპის განცხადებას როგორ აფასებენ. ბატონო ლექსო, არ ვიცი, აი თქვენი შეფასებაც, რაც აი ამ განცხადებაზე, იმიტომ რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი განცხადება, რაც გაკეთა ტრამპის მიერ. ხო, მოკლედ ეგრეთ წოდებული NGO-შნიკები და ოპოზიცია სირაკლემასავით თავი აქვთ მიწაში ჩარგული და არ უნდათ რომ ის რეალობა დაინახონ, რა რეალობაც არის დღესდღეობით მსოფლიო პოლიტიკაში და რუსეთ-უკრაინეს შორის ურთიერთობებში. სამწუხაროა, რომ როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება და ამ ყოველივეს ესე ვთქვათ დღემდე აი ამ დანაშაულო ხალხის სიკვდილს დღემდე კვერს უკრავს ევროპა და მათ შორის აუცილებელი არის რომ არ იყოს და არ მოხდეს ისეთი რაღაცეები, რომ კვლავ გაგრძელდეს ეს ომი უკრაინაში. ამიტომ ტრამპის პოლიტიკა არის ძალიან მარტივი და ძალიან გასაგები ყველასთვის, რომ იგი იძახის ძალიან მარტივ რაღაცას, რომ უნდა დამთავრდეს, უნდა შეწყდეს ომი და უნდა დასხდეთ მოლაპარაკებებს და უნდა გააგრძელოთ თქვენ ურთიერთობები. ჩვენ არ ჩავერევით საქმეში. პირდაპირ იძახის, რომ ამერიკა არ ჩაერევა, იმიტომ რომ მსოფლიო გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე გადანაწილებული აქვთ რუსეთსაც და ამერიკას მთელი მსოფლიო. ეს არის ფაქტი. მოგეხსენებათ, რომ ასევე თუ როგორი ჰეგემონური ზრახვები აქვს ტრამპს, მას უნდა რომ კანადა 51 შტატი იყოს, მას უნდა რომ თუნდაც ესე ვთქვათ ის ტერიტორიები გრენლანდიაზე მაქვს საუბარი, რომლებიც მას არ ეკუთვნის, იყოს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში. ანუ მას აქვს ესე ვთქვათ ჰეგემონური განცდები და ამიტომ ის ცდილობს რომ გადაინაწილოს მსოფლიო და ამიტომ იძახის რომ ეს ამ რესურსს ამერიკის შეერთებული შტატის გადახდილ თანხებს არ დავხარჯავ ევროპაში და არ დავხარჯავ უკრაინაში. აქედან გამომდინარე ეს ყოველივე გასათვალისწინებელია. ეს ნიშნავს უკვე რომ რუსეთმა ეს ომი მოიგო. ეს არის ფაქტი.
რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიძახდით, რომ ესე ვთქვათ, არ შეიძლება ვაივიში პოლიტიკოსების წინ წამოწევა, სადავეების ხელში მიცემა, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინელებს ისეთი მასხარა შეეპარათ სათავეში, რომ ფაქტიურად თავდაყირა დააყენა უკრაინა და აბსოლუტურად შეცვალა ის კურსი, რაც იყო ამდენი წლების განმავლობაში, ის ძმური ურთიერთობა, რაც იყო მოსკოვსა და კიევს შორის. და აბსოლუტურად ძალიან დიდი სიბოროტე ჩაედინა ამ ადამიანმა. ეს არის ფაქტი, ხო? მაგრამ ამ ყოველივეს შედეგებს თუ ჩვენ რეალურად დავინახავთ, აი აქედან რამხელა პრობლემა და რამხელა სისხლის ღრა ავირიდეთ ჩვენ. ეს არის კიდევ მთავარი გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ქართველებს რამდენად გვეყო ჩვენს ხელისუფლებას, რამდენად ეყო გონიერება, რომ არ ჩაერია აი ამ პროვოკაციურ ომში და არ ჩაერია აი ამ რაღაც წახალი ბიძგი, მოკლედ არაერთი ოფიციალური პირებისგან იყო ბიძგი, რომ როგორმე ჩვენ მეორე ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ხო? მაგრამ არ ჩავერიეთ და მაქსიმალურად შევინარჩუნეთ სიმშვიდე. და ამ სიმშვიდემ გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება უკრაინისგან განსხვავებით. ამიტომ ეს ყველაფერი ანალიზი უნდა გაკეთდეს და უნდა შეფასდეს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ვინც არიან აღმოჩნდნენ შედარებით, რა თქმა უნდა, მეტად რაციონალები, ვიდრე ვინც იმყოფებიან ეგრეთ წოდებულ კიევის სათავეში, ან უკრაინის სათავეში. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე შესაძლებელია და გასათვალისწინებელია და დღეს თუ ხვალ, რა თქმა უნდა, რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ეს მოლაპარაკებები და უკრაინა გამოვა კვლავ წაგებული და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ რუსეთის დამარცხება წარმოუდგენელია, რუსეთის დამარცხება ომში წარმოუდგენელია. ამიტომ მას უნდა ვესაუბროთ, უნდა ველაპარაკოთ. ეს არის მთავარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ ხვალ ჩვენი ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებს. გასაგებია, ხა ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ, მეგობრებო, რომ აი, როდესაც აქ არის უკვე ძირეული ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში, ხედავთ, რომ ასევე ვერა და ვერ გამოვიდნენ დასავლეთის ლიდერები იმ კოშმარიდან, რომელშიც ისინი გვაცხოვრებდნენ ჩვენ 32 წელი და ახლა მიიღებული იქნა ევროპარლამენტის მიერ 400 ადამიანმა, 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი რეზოლუცია, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ევროპულ ქვეყნებს დაასანქციონონ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლები, იქ არის მთელი რიგი ადამიანებისა, ბიზნესმენებზეა საუბარი და ეს უხარიათ ამ საცოდავებს აქ ნაცმოძრაობა. სამწუხაროდ აი ის იმაში რომ არის ყვარყვარეში და ის დეპეშას რომ მიიღებენ იქ და რომ ლაპარაკობენ, გახსოვთ ალბათ რომ რევოლუცია მოხდა. კი, მაგრამ ამას მიმალავდით რევოლუცია მოხდა. ამათმა ვერ გაიგეს ეთყობაში რომ შეიცვალა მსოფლიო ევროპარლამენტში, სულ სხვანაირად გადანაწილდა უკვე ყველაფერი, გამოუტანა განაჩენი მსოფლიოს დიდმა მოთამაშეებმა უკრაინასაც, გამოუტანა განაჩენი თავად მათაც და ესენი მაინც იმ პირველ ჩვენებას აწვევიან, რომ კიდევ ესე იგი ამ რუსეთი საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, კიდევ ესე იგი მოქმედებენ ისევლე იმ პირველი ჩვენებით, რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვასანქციონოთ, რომ თურმე ჩვენ რა დემოკრატიის ფუძემდებელ პრინციპებს ვარღვევთ. აი ეს არის სამარცხვინო, აი ეს არის სამარცხვინო რამ, რასაც აი უბრალოდ ისე დაეცა ევროპული დემოკრატია, რომ ვერ აღიქვამენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აი ესე იგი ვერ ხვდებიან, რომ უკვე დაამთავრდა მათი დრო და ამიტომ რაღაცა ახალი, რაღაცა გარკვეულწილად ცვლილებები უნდა განხორციელდეთ მათ განცხადებებში, მათ მოქმედებებში. შეიძლება კვლავაც ესე ტრამპი იძახის, რომ მე შესანიშნავი საუბარი მქონდა და დიდი ალბათობით მე არ გამიკვირდება 9 მაისს მავზოლეუმზე დონალდ ტრამპმა ესე აღლუმიც რომ ჩაიბაროს რუსი ჯარისკაცების და ეგეც აღარ გამიკვირდება სიმართლე, რო ვთქვათ, იმიტომ რომ მალე დაგეგმილია შეხვედრა და ბევრი რამე ამ შეხვედრიდან გაირკვევა, ანუ წავა გადატვირთვა, წავა დათფობა ამერიკასა და რუსეთში და ესენი კიდევ ანტირუსულ, ესე იგი პროპაგანდას აღვივებენ ევროპარლამენტარები და ახლა შემოგთავაზებთ აი ამ სამარცხვინო ხალხის პოზიციას, რომლებიც ძალიან მალე, ვინც ეს ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, ძალიან მალე აღმოჩნდებიან იგივე პოლიტიკის მიღმა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, ევროპელი ბევრი ლიდერი საერთოდ ელოდება იმას, რომ განაჩენს გამოუტან თავიანთი ქვეყნები
პასუხისგებლობა დაეკისრებათ მათ სისხლის სამართლებრივ, იმიტომ რომ ჩართული არიან კორუფციაში, ჩვენ ვხედავთ რომ ტრილიონობით დოლარი გადიოდა ამერიკის ბიუჯეტიდან და სად მიდიოდა ეს? USAID-დან და ფონდებიდან. აი ევროპარლამენტარებზეც მიდიოდა, თქვენ რა გონიათ, ამათ ფული აქვს აღებული. და ეხლა ფული რო აიღეს, ხო უნდა შეასრულონ ის დავალება, რომ აი ესეთი რეზოლუციები მიიღონ, რომ ჩვენთან საქართველოში დააფინანსონ ასევე სახელმწიფო გადატრიალება და აი ეს უხარიათ ამ საცოდავებს, მოდი მოусმინოთ ამათი სამარცხვინო განცხადება. Joint motion for a resolution tabled by 5 groups on further deterioration of the political situation in Georgia. Vote on the resolution as a whole by roll call vote. The vote is open. Adopted. ყველა დროის ყველაზე დიდი მხარდაჭერით ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ყოვლის მომცველი რეზოლუცია დაამტკიცა. 400 მომხრე ამდენი მხარდამჭერი აქამდე არც ერთ მსგავს დოკუმენტს არ ქონია. ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს ბიძინა ევანიშვილის, მისი ცოლის, ოლიგარქის 4-ვე შვილის, დისშვილის შმაგი კობახიძის და დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სანქცირებას. სია ამით იწყება და გრძელდება იმ ბიზნესმენების ჩამონათვალით, ვინც ოლიგარქის რეჟიმს აფინანსებს, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთის სანქციებს ბლოკავს, ამიტომ ევროდეპუტატებს გეგმა ბეაქვთ გვერდი აუარონ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას და რეჟიმს ეროვნული სანქციები 25 ქვეყანამ დაუწესოს. ბედნიერი ვარ, რომ რეზოლუცია ძალიან სოლიდური უმრავლესობით დამტკიცდა. ჩვენ მახსენეთ რუსეთი, რომლის მიმართულებითაც ქართულ ოცნებას ქვეყანა მიჰყავს. სამწუხაროდ ის უფრო მეტად გავს ბელარუსის გზას. ჩვენ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ ვცნობთ. ასევე არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ერთი პარტიის პარლამენტი. ასევე ეგრეთ წოდებულ საქართველოს მთავრობას, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ვცნობთ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. სანქციები ჩვენ ჩავამატეთ ბევრი სახელი და გვარი რეზოლუციაში, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავენ სანქციებს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთი გზა შევთავაზეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული ევროკავშირი 25. 27-დან 25 სახელმწიფოს შეუძლია გაერთიანდეს და ეროვნულ დონეზე დაუწესონ სანქციები. ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. დღეიდან ოფიციალურად საქართველოს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფოა. ამ განცხადებებს რო ვისმენთ ჩვენ ამ ტელევიზიებიდან გონიათ რომ რაღაცა მაინტერესებს ერთი ტრამპის განცხადებებს როგორ აფასებთ თქვენ ჩინეთის ხელისუფლების განცხადებებს. ჩარჩენილები რო ხართ აი ესე ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის აი ამ პერიოდში. მე ყველაზე უფრო აი მიხარია თეთრი სახლის პრესპიკერი რო გამოდის და აი ქალი არის ნამდვილი ქალი ქალს გავს. აქამდე გაურკვეველი ადამიანები აკეთებდნენ იქ განცხადებებს და აი ესე დემონსტრაციულად ჯვარი კიდია, აი ესე ხაზგასმა იმაზე რომ ამერიკა დაუბრუნდა იმას რაც აქამდე იყო. ეხლა მე არა ვარ იმ ადამიანებთან რითაც არ ვეკუთვნები რომ ეხლა გავაფეტიშო ტრამპი და ეხლა ტრამპი გადაგვარჩენს ამას ნახდათ არ ვიზიარებ რომ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და არ მიმაჩნია რომ ეხლა ტრამპი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ შეცვლის. არა მეგობრებო, ეს ესე არ იქნება, მაგრამ დადებითი რაც არის, უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ტრამპმა გამოუტანა განაჩენი იმათ, ვინც აქამდე სის გვიშრობდა ჩვენ. და ძალიან მალე აი ძალიან დიდი სიამოვნებით გამცნობთ იმასაც, რომ აი როგორ გამოუტანს თავად უკრაინელები განაჩენს ზელენსკის და მის ხუნტას. თუ აქამდე ტრამპმა გამოუტანა განაჩენი, ეხლა უკვე ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინელ ხალხს, რომ მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც შეშვენის ამ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანასთან კი არ გვაქვს საქმე და ხალხთან. ჩვენ საქმე გვაქვს აი ამ ბოროტ მოქმედებთან და ეხლა ის რომ ეხლა ზელენსკიზე მარტო გადატყდეს ჯოხი არა, ზელენსკი მოიყვანა ამერიკამ. ეხლა ფაქტია, ეხლა იქ არ შეპარულა ზელენსკი, არც არავინ. ეხლა ზელენსკის თავისით რომ არ მოსულა ხელისუფლებაში, კარგად ვიცით, ხო, ესე არის ბატონო ჯუმბერ და მე მგონი რომ უკვე მისი დღეები დათვლილია. შეიძლება აი ხვალა და ზეგაც კი შეიძლება მათ უკვე აღსასრული დაუდგეს. სრულებით გეთაღვები ბატონო ნიკოლოს, მინდა აქვე ვთქვა რომ არის რუსული გამოთქმა ასეთი სუკინსინ, მაი სუკინსინ, რა თქმა უნდა, ამერიკამ დაიწყო ეს ომი უკრაინაში და ამერიკამ მოიყვანა ზელენსკის ხელისუფლებაში მისი წარმოსვლა მართალია, მაგრამ ბუნებრივია ტრამპი არ აპირებს ბაიდენის ადმინისტრაციის დასჯას და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება, უყურეთ, საქმე რაშია, ტრამპი იქეთ ითხოვს ფულს თხოვს, რაც მე დავხარჯე, მე ის ფული უკან უნდა დამიბრუნონო რა უკრაინელმა, ხალხმა. ეს რაც ნიშნავს ზელენსკის მოუწევს იმ მოპარული თანხების უკან დაბრუნება, რა,
ფულიც მოიპარა მან და მისმა ხელისუფლებამ. ეხლა უყურე, რუსეთი თავის დროზე თავაზობდა, რომ ყოფილიყო ნეიტრალური ქვეყანა. მეც არაფერს არ სთავაზობდა. არც ტერიტორიებს დაკარგავდა, არც ზღვას დაკარგავდა, პრაქტიკულად. ომის დასრულების შემდგომ უკრაინას არ ექნება ზღვაზე გასასვლელი არც ერთი გზა. დაკარგა ტერიტორიები, დაკარგა ახალგაზრდა ძლიერი თაობა და დღესაც კარგავს ახალგაზრდა თაობას და იხოცება მილიონობით საზოგადოება. მილიონობით ახალგაზრდები იხოცებიან ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. და ბოლოს დაგესესხებით თქვენ და უკრაინული ხალხი შეეკითხება რისთვის დავხოცეთ ეს ხალხი, რისთვის დავკარგეთ ტერიტორიები. დიახ, ტრამპმა განაცხადა პირდაპირ, რომ ერთ დღეს უკრაინა შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთშიო და გახდეს რუსეთიო. ეს სერიოზულად განაცხადა მან. და ამის სანაცვლოდ მას შეუძლია პუტინი და სხვა გარიგებები განახორციელოს მაგალითად აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტრამპი არის ბიზნესმენი. ის ყველაფერს უყურებს ფულის კუთხით. ის გუშინ მაგალითად ამერიკის ერთ-ერთი სენატორი გამოვიდა და ამბობდა, რომ დღეს რუსეთში ძალიან დიდი დღეა, ეხლა დარწმუნებულია ყველა რუსი ზის და ვოდკას ვავს იმის გამო, რომ ტრამპთან გამარჯვებას მიაღწია პუტინმა. რა თქმა უნდა, ორივე მხარე თავისი ქვეყნისათვის აკეთებენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ტრამპი ჩვენ ვერ აგვაყვავებს და ვერც რაიმე სიკეთეს ვერ გაგვკვეთებს. ყველა ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული საკუთარი ხალხის მიმართ და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. ასეა ტრამპი. ტრამპმა განაცხადა, რომ მე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. ეხლა რაც შეეხება ევროსაბჭოს პარლამენტს. ვინ არიან საერთოდ ეს ლეშები არიან, ესენი ჭაობში დარჩენილი საზოგადოებაა რა. გაზაფხულზე ამ საზოგადოებიდან უმეტესობა აღარ იქნება იმ ევროსაბჭოში. და რა ფუნქცია აქვს ამ ევროსაბჭოს? ჩამოკიდებული არის ამერიკის თანხებზე, ფულზე. დანარჩენი მათ ვალდებულებები არც ერთ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, რომ შეასრულოს მათი რეზოლუცია. კი, რაღაცა 1-2-3 თვე სანამ რუსეთსა და ამერიკას შორის დიდი გარიგება მოხდება, იქნება რაღაცა ცოტა ეკონომიკური პრობლემა შეგვექნება ჩვენ საქართველოში ამ აკვიატებული სანქციების გამო, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ არა, ვერ დაგვიწესებენ ამ სანქციებს, იმიტომ რომ ჭირდება სლოვაკეთის და უნგრეთის ხმა ჭირდება და აქედან გამომდინარე წარმოუდგენელი ეს არის ყველაფერი მოჩვენებითი, რომ აი აქ აჩვენონ ეგწოდებული ნაცებს და ამ ოპოზიციას, რომ აი ვერ დაასანქცირებენ, ესე ტყუილია ეს ასაკა. აქ საუბარია ცალკეულმა სახელმწიფოებმა მთელი სტრუქტურა მან ესე აწყობილი და მარტო ესე რომ თავის ხუშტურებზე არის. რომც გააკეთონ, ეს არის 2-3 ხანმოკლე დროის ფაქტორია. იმიტომ რომ გერმანიაში ახალი არჩევნები ჩატარდება, საფრანგეთში ახალი არჩევნები, ახალი ხალხი მოვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ლიბერალისტურმა არსებობამ მოჭამა საკუთარი დრო და ის რომ დღეს კონსერვატორულმა აზროვნება გაიმარჯვა და იმარჯვებს სოფლიოში, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თავისივე ნათქვამის არ ჯერავთ, ფაქტია რომ თავისივე ნათქვამის არ ჯერავთ, თვითონ გამოდის ეს გალბატონი და გვეუბნება რომ ჩვენო ვიცით რომ მართალია დაბლოკავენო ჩვენი ესე ვთქვათ მოკავშირე წევრებიო ევროკავშირში ვინც ვართო, მაგრამ აიო მე ვიმჯელებთო იმ 25 ქვეყანამ იქნება ინდივიდუალურად დაუწესო. ანუ ეს ნიშნავს უკვე რომ ბლეფია. ამას ქვია ბლეფი, სხვა არაფერია ბლეფი. პოლიტიკურად ეს არის ბლეფი, ნაბიჯი. რომელიც ანუ მოჩვენებითია რაღაც სოლარის იმისთვის რომ ეგრეთ წოდებული ის ლიბერალური ღირებულებები რომლებიც ეგენი ესე ვთქვათ აი ამ გზას ადგენან როგორმე რომ მაქსიმალურად ჩათვალონ რომ ისინი აი ამ საქმეს აკეთებენ რომ ჯიან საქართველოს იმიტომ რომ ტრადიციული და თავისი ეროვნული და სუვერენულ ქვეყანად იქცა და აი ეს არის ბლეფი სხვა არაფერი თორე მაგათ როგორ უნდა დავწეროთ როგორ ვერ დაგვიწესებთ ეხლა უყურე გუშინ პუტინისა და ის ტრამპის საუბარმა ესენი მოახრჩო და ეხლა გაჭირვებული ხავს ეკიდებოდა ისე დაემართენ. ეხლა უყურე თუ ბატონი მიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ერთი ოლიგარქი მართავს ამ პატარა სახელმწიფოს სოფლიო მართლ ქვეყანას რომ ორი ოლიგარქი მართავს რატო ვერ ამბობენ?
იმიტომ ვერ ამბობენ რომ იმიტომ ვერ ამბობენ რომ იქიდან იკვებებიან და შესაბამისად ეხლა სადა დემოკრატია რომელ ძუძუძეც არიან ჩამოკიდებულები ეხლა იქიდან ხო ჩამოვარდებიან სადა ევროპული დემოკრატია პუტინი ტრამპი სადა ევროპული დემოკრატია არ არსებობს ევროპული დემოკრატია საერთოდ დემოკრატია სტალინმა თქვა რომ შეიქმნა ამერიკელების მიერ უცხო ქვეყნების სამართავად ესე დემოკრატიას ეძახიან იმას რომ თვითონ გათელონ ფეხქვეშ ყველას უფლებები და მე სხვასე უთხრან ის რომ აი თქვენ დაიცავით ის რასაც თვითონ ესე ფეხქვეშ თელავენ ეხლა კიდე ერთხელ მეორებ ჩვენ არ უნდა იმას ეხლა უყურეთ რა მოხდება აი წავიდა ტრამპი მოვა კიდე ესეთი ბაიდენის და ნაგიჟარი ვიღაცა კიდევ დაიწყებს ამიტომ იცი რა ქვეყანა რომელიც აი ესე კამელეონივით აი გველის ტყავივით იცulis პოლიტიკას ეს არ არის სანდო ქვეყანა იცით ეხლა ვიღაცას თუ სიმპათიები გაუღლდა მე მაგალითად ეხლა უკრაინა უფრო მეწოდება ვიდრე ეხლა ტრამპის და იმის მადიდებელი ვარ იმიტომ რომ ტრამპმა ისიც უნდა თქვას მაშინ ეხლა რომ ვინ დააწყებინა ვინ ეხმარებოდა იმას ვერ გავიგე ეხლა წარმოგიდგენიათ უკრაინა რომელმაც ესე ქვეყანა განადგა ეხლა კიდე ფულს ათხოვს ის რომ იარაღი მომეცი ფული მომეცი ანუ 10 მაგდეს ხოს 500 მილიარდს არა ჩვენ და თელმა მსოფლიო ხო იცით რომ ეს ომი დაიწყო თავად ამერიკამ უკრაინელების ხელით ხო ეს ესეა თორე ეხლა ზელენსკი ვინ არის ეხლა რომ მაგას ომი დაეწყო იქა ამიტომ აი ჩემთვის პირადად არის ეს მთელი მსოფლიოს და ჩვენთვის არ უნდა ვენდოთ ამერიკელების სიტყვას არც ერთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა არც ტრამპის სიტყვას არ არის ანდო ტრამპი დღეს ერთ სიძახის სხვა შეიძლება სხვა თქვას გასაუგე ტრამპი ეხლა ვიღაცები რომ ტრამპზე გიждდები თქვენ რომ აი ქრისტიანობის დამცველი კი დღეს ესეა მაგრამ ტრამპი იყო ის კაცი ვინც იმ LGBT დროშას აფრიალებდა ერთი პერიოდი იყო ეს მომენტი და ამის კადრებიც არსებობს ამიტომ ვიძახი მე რომ ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი და ეხლა სხვათაშორის რუსეთთან დიალოგზე როდესაც არის საუბარი ტრამპი პუტინის დიალოგზე პესკოვმა გააკეთა განცხადება მოусმინოთ По итогам телефонного разговора лидера двух стран сообщил пресс-секретарь президента России. И вот полное заявление Дмитрия Пескова. Совсем недавно завершился телефонный разговор президента Путина и президента Соединенных Штатов Дональда Трампа. Это был весьма продолжительный телефонный разговор, он длился почти 1,5 часа. Главы государств проговорили вопросы, связанные с обменом граждан России и США. Президент Соединенных Штатов заверил, что американская сторона выполнит все достигнутые договоренности. Также обсуждалась тема урегулирования на Украине. Президент Трамп высказался за скорейшую остановку боевых действий и решение проблемы мирными средствами. Президент Путин со своей стороны упомянул о необходимости устранения первопричин конфликта и согласился с Трампом в том, что долгосрочное урегулирование может быть достигнуто посредством мирных переговоров. Президент России также поддержал один из основных тезисов главы американского государства о том, что наступило время, чтобы наши страны работали вместе. В ходе беседы были затронуты темы ближневосточного урегулирования, иранская ядерная программа, а также двусторонние российско-американские отношения в сфере экономики. Президент России пригласил президента США посетить Москву и выразил готовность принять в России американских должностных лиц по тем направлениям работы, которые представляют взаимный интерес, включая, разумеется, и тему украинского урегулирования. Путин и Трамп также договорились о продолжении личных контактов, в том числе об организации личной встречи. ჩვენ ხედავთ რომ იდიოტები თუ ვერ მიხვდებიან საქართველოში მე მიკვირს რომ აი არ ვიცი ეს ხალხი კიდე რომ ეხა აი რუსთაველზე დარბის და აი ამ განცხადებების შემდგომ ტრამპის განცხადების შემდგომ პუტინის კიდე ლაპარაკობს რომ აი ხაიჟივე ეხა იმდენად აღარ არის ეს ავანტყოფი ფენა უნდა ჩავრეცოთ ჩვენ რა
ეხლა 15-ში კიდე აქციას აფეთ. დაამთავრდა, შეაგდეთ კამერაში ეს ნაძირლები ესენი რა. და მე კიდე ერთი რამე არის, ქვეყნის პირველი ყველა თითეული ქვეყნის მოვალეობა არის, რომ ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო. აი ახლა ილანძღებიან ამ სოციალურ ქსელში, რო ილანძღებიან ქუჩაში და თან უკვირთ მე რატო გვაკავებენ 5000 ლარით ჯარიმებს. ეს უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი, უზრუნველყოთ ეს ყველაფერი თქვენ. აგერ არის ტრამპი ამბობს რომ აგინებს ევროკავშირს შეშლილები გიჟები არიან USAID-შიო. მოკიდეთ ხელი ამ USAID-ის დაფინანსებულ ლეკვებს და თითეული გამოვლენა. აი ქუჩაში ერთი შემოძახილიც კი რაღაცა ის ადამიანი დაისაჯოს უმკაცრესად რა. არ შეიძლება ესეთ გარემოში ცხოვრება. კიდე როგორ ბედავ თქვენ ქუჩაში გამოსვლა. აგერ უკრაინა გაწირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოდიშ და განადგურდა ეს ქვეყანა და კიდე თქვენ ლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ თურმე ხელისუფლება რაღაცა რატო წავიდა იმ გზით და კიდე რუსებზე დაგეშილ გუჟეშავ თქვენ? 2008-ში ესე არ განადგურდით ბატონო ნიკოლო, ზუსტად ანალოგიურად, რომ აი მიდი წაგვაქეზეს და შემდეგ მიგვატოვეს. და ეს არის ფაქტი. ამიტომ ვიძახე რომ ესეთი პოლიტიკა, რომელიც ვაი პატრიოტიზმის უკავშირდება, უნდა დაამთავროს ქართველმა ხალხმა. პირველ რიგში ხელისუფლება. პოლიტიკოსებმა, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, რომლებიც არიან და კიდე ჯერავთ რომ აი ჩვენ რუსებს მოუგებთ, რუსებს დავამარცხებთ, ესე ვიზავთ, ასე ვიზავთ, იქ ბოდიში და უკანალებს ანახებენ. ესეთი პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. და თუ რეალურად არ გადავართ დიალოგის რეჟიმში, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ჩვენ კვლავ გავაგზავნებთ აი ამ ურა პატრიოტიზმს, რაც რა თქმა უნდა არ გაამართლებს ჩვენ ეხლა დადგა დრო და დრო გვაქვს რომ რეალურ პოლიტიკაზე გადავიდეთ, აი ამ რელსებზე გადავიდეთ, რაც არის რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ არანაირი მონული მორჩილება, რაც აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ესე ვთქვათ თავჩახრილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არ შეიძლება ესეთი მიდგომა და ძალიან კარგია რომ დღეს ჩვენ ვცდილობთ რომ თანაბარ უფლებიანები ვიყოთ და აღარ ვიყოთ ისე რომ ვასალური დამოკიდებულება ქონდეს. როგორ შეიძლება რომ აი მაგალითად ქალბატონი თეატროლოგიან იმ დღეს გამოვიდა და რას იძახის? ეხლა ამ ხელა მინისტრი ხალი და რა ვიცი, ამდენ თანამდებობაზე აქვს ქალბატონს ნამუშევარი, ხო? რომ ერთმა დამიბარაო და პირდაპირ მითხრა და მომთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმა დაიბარა და მომთხოვა რომ შენ ტონს უნდა დაუწიო და რიტორიკა უნდა შეცვალო. წარმოგიდგენია თქვენ? ვინ ჯანდაბა ამერიკის შეერთებული შტატების ერთში? რას ქვია დაიბარა? აი, ყოვლა წარმოუდგენელია და ჩემთვის ყოვლა ამას რზენია ეს ყოველი. როდესაც მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ისტორიით, რამდენი გვიბრძოლია, როგორი მაგრები ვყოფილ ვარ, როგორი, რა ვიცი, საკუთარ ყველაფერი გადაგვიდია, საკუთარი სიცოცხლე, ყველაფერი რომ დამოუკიდებლები ყოფილიყავი და აი აქ ყოფილიყავით, სადაც ვართ ეხლა და უცბად მოდის ვიღაცა ერთში ქვეყნის ერთში და გეუბნება რომ იცი რა შენ ესე არ უნდა გააკეთო და მე რომელსაც გინდა იმ რა ქვია პრემიერს თუ პრეზიდენტს თუ პარლამენტარს დაგინიშნავ თუ ეს იქნება მინისტრს დაგინიშნავ. ამიტომ ესეთი პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. ეს არ არის პოლიტიკა ხალხო. ეს არის ვასალური მონური მორჩილება და სხვა არაფერი არ არის. კოლონიზაცია სხვა კი არაფერი არ არის. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს მაქსიმალურად რომ ეგრეთ წოდებული რბილი პოლიტიკით, აი ამ რბილი პოლიტიკით და თავიანთი ესე ვთქვათ შეფარული მავნე რაღაცა პატარ-პატარა ბომბებით ფაქტიურად ერი ააფეთქოს. აი თუნდაც გარყვნილობით, თუნდაც იქ მთელი რიგი ვითომ და ყველანაირად რო ცდილობენ რომ ქალი და კაცის იდენტობა წაშალონ, ყველანაირად რო ცდილობენ ჩვენი ტრადიციები წაშალონ, ყველანაირად რო ცდილობენ რომ რელიგია არაფერი არ არის და ეს რაღაცა შეხედულება და სხვა არაფერი არ არის. აი ამის გაუფასიურებით ყველაფერს აკეთებენ. USAID სწორედ მაგას აფინანსებდა, სხვას კი არაფერს. ვითომო ისა აი ეკლესიას სხვა აფინანსებდა კრიტიკოსები, ვითომ რა იძახიან და ეკლესიას როგორ აფინანსებდა თქვენ? აი სირცხვილი ამაზე რო ლაპარაკობთ რა. 1% რო ეკლესიას აფინანსებდა, 90% გიფინანსებდა აი ამ ეგრეთ წოდებულ NGO შნიკებს, რომლებიც იძახდნენ რომ რა ქვია, ქალი და კაცი ერთი უნდა იყოს, უსქესობა უნდა იყოს, პირადობაში არ უნდა იყოს ჩაწერული მშობელი და ასე შემდეგ. ყველანაირად აი ამ გახსნილებას აფინანსებდა ეს USAID.
ეს ხომ ფაქტია, ხო? და რა თქმა უნდა ის დააფინანსებდა შეფარვით ყველანაირად და ყველაფერს ეცდებოდა იმისთვის რომ როგორმე აი ამ ბრბილი ჯოხის მეშვეობით ჩვენ ვემართეთ და ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში 33 წელი აი ამ ეგრეთ წოდებული ბრბილი ჯოხის პოლიტიკის მეშვეობით გმართავდა და აღარ გვინდა ჩვენ დღესდღეობით აღარ გვინდა რომ ვინმე გმართოს და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი თავით ჩვენმე მართოთ. აი ეს პოლიტიკა დაიწყო ქართულმა ოცნებამ და ეს მისასალმებელია. როგორ შეიძლება რომ ამაზე არ თქვა რომ ეს კარგია. გასაგები აი თქვენ ეხლა ბატონმა ჯუმბერმა გარკვეულწილად რეპლიკით ისარგებლა. ჩვენ ხალხი იმიტომ მივეცით ხმა ქართულ ოცნებას რომ ესენი გასამართლდნენ და შეიცვალოს. ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ და ჩვენ თქვით რომ შარეცხეთ ეს ნაძირლები. გასაგებია ძალიან კარგია ეს კომისია რო შეიქმნა, მევესალმები დაიწყო მუშაობა, ასევე დაიწყო მუშაობა იმ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა. ეს არის როგორ შეიძლება ამას ვინმე არ მიესალმოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე სხვათა შორის მე რომ მისმენენ ეს ქმედებებში ჩანს აქ, იმიტომ რომ 5000 ლარის ჯარიმა მე იმას ვქენი მოვთხოვე ხელისუფლებას და მე აქ ვიღაცა გამოვიდა ჩემთან ხელისუფლების წარმომისი იყო მხარდამჭერი და აიო 5000 კი კარგი არისო, მაგრამო მე ფონდები ჩაურიცხო, მე ბიუჯეტი აივსება, კაცო. ნეტა ჩაურიცხო 10000 დააწესეთ. და მე რა ეს ფული არ მიდის ბიუჯეტში 60 დღე პატიმრობა მეტი ხა მეც ვერაფერს ვერ იზამ მაგრამ ასევე უნდა გამკაცრდეს ადამიანის უფლებები თითეული ადამიანი უნდა დაცული იყოს აი ხა მაგალითად მე ვერ გავიგე ეხა იმ დღეს თემურ თათარაშვილი იზახდა კონცერტი მინდოდა გამემართავო სადღაც რაღაცა საკონცერტო იმებში დარბაზებში რესტორნებში უცხოეთში ვიღაცა 1-2-მა ნაძირალამ ჩამიშალაო რა იქ იყვირაო ეხა თემურ თათარაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირი არის ხო არა? აი ხა მე ვერ გავიგე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ თუ შეურაცხყოფა დასჯადია უბრალო ადამიანებმა რა დააშავეს ესე იგი კაცს ესე იგი ერთადერთი შემოსავლის წყარო აქვს კონცერტის გამართვა ხო და ვიღაცა ნაძირალა გათხრილი კაიმაში რესტორანი ჩამოიყვანეთ ესა ეხლა რაღაცა თქვა და ეხლა მე ის ორგანიზატორიც კაცო უხერხულში ვარდება ვინც არის ამ რესტორნის რომ არ უნდა ეხლა იქ დავიდარება და იქ ცდილობს ისეთი მომღერალი რომ შემოვიდეს რომელიც ასე თუ ისე არ წარმოშობს მათთვის რაღაცნაირად პრობლემას და ამიტომ ესე იგი ხალხი რომლებიც სიტყვაზე ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ აი ესეთი ადამიანები უკვე აღარ არიან იქ აი ესეთი რამე გაგიგიათ ხალხო ამიტომ ამაზე მაქვს საუბარი უნდა იქნას კაცრად დაჟილი ყველა ის ადამიანი ვინც პოლიტიკური ნიშნით აი პოლიტიკური ნიშნით აყედებს ვინმე შეურაცხყოფა ეხლა ამ ქალს არაფერი არ ეშველება ღმერთო მაპატიე მაგრამ ხო შეიძლება სხვები დავიცვათ შეხედეთ ეხლა ყველგან პოლიცია არსად სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი თინათე ცეცხლი ოლიგარქიას არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ყველგან ეხლა იცით რა შეასაქმე ხალხო? სასაცილო არ არის ეხლა ეს ვიღაცა შეიძლება სიცილით გაიგუდეთ და მეც გამეცინოს, მაგრამ სასაცილოა ეხლა ეს ვითომ, ეხლა დედა რო გადაიღებს თან ეხლა ეს ეხლა ჩვენ ხوار გადაგვიღე კაცო ამ ხალმა გადაიღო და თვითონ დადო ეს გონია ეხლა გონია ეს მაგარ საქმეს აკეთებს და ეხლა საჭმელს ესე ეხლა წარმოგიგია საჭმელს ესე აჭმებს და დაძინებას ალბათ ოლა და ალბათ დაძინების ეს ნაწილები რომ ღერიან იმბავს ეთყობა გიდებას მაინც უასწავლია პატარა ბავშვს და მე კაი ოლე კიდე იძახე რა უბედურება ესე იგი ფსიქიატრიულში დასაწვენები ხართ აი გეუნებით, აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ. აი მე ყველაზე კარგი ისა მაქვს, მე რო დამინახავენ ჩემი, აი მე ჩემი ისა, იმიტომ რომ ცნობადი სახე ვარ გარკვეული face control-ის ფუნქციას ვასრულებ რა. ეხლა რო ადამიანს სახე ეცვლება, უკვე ვხვდები რომ ეს არის ნაციონალი და. ეხლა ხოდა, ესე იგი, ხოდა, ბიჭო, აი რა არის, აი ავანტყოფები არიან. ესენი არიან ფენა ავანტყოფები რა.
აი ღმერთმა დაგიფაროთ ნაციონალი ექიმთან მოხვდეთ ან ნაციონალი ვიღაცამ ზარეულთ ჩაფურთხებას რო კაცი იტყვის ქართველი კაცი წერს არ უაძლევდით კაცო ტერი რო შემოდიოდა საქართველოში წერს არ უყრიდით საწაბლავს და არ უფურთხებდით კაცო იმიტომ რომ ეს არის ხელშეუხებელი თემა არის რაღაცა იმის წითელხაზე შეიძლება ბრძოლის ველზე მოკლა მაგრამ საჭმელში როგორ შეიძლება ადამიანი ჩავა და ეს ავანტყოფი ხალხი ამა რა შვილი უნდა გაზარდოს ეხლა არა ეს საშიშიც არის წესი სოციალური სამსახური უნდა ჩაერეოდეს ხო ეხლა მე არ ვიცი ხა დედობის მე არ ვარ ეხლა იმის მომხრე რომ ამას დედობის უფლება ჩამოართვან კი ბატონო არა მაგრამ სოციალური სამსახური ხო უნდა ჩაერთოს ეხლა როგორ შეიძლება მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ კაი ეს ჯანდაბაზი ცეცხლი ოლიგარქია იყურება მაგრამ ეხლა დაძინების წინ ოლეს ნუ უმღერებ შვილს ოლა და რაღაცეები და იქ რა მოყვება კიდე და ისე რო იცოდეთ იმ ოლას რაც მოყვებოდა აი ეს გაგიკეთეთ ზუსტად თქვენ აი ცეცხლის მასწავლებელი იყო ეგრე არ გააკეთა ბავშვები რო დააკეთა დარჩია ხო ავანტყოფები ხართ ავანტყოფები თქვენ ახართ და კიდე ერთხელ თქვენგან არაფერი არ გამოვა ამიტომ ეხლა ჩვენ შვილები მაინც უნდა გადავარჩინო ეს ქალი ხა ვერაფერს ვერ ისწავლის ჭკუას მაგრამ აი ხედავთ რა სიტუაციაშია ქვეყანა ბატონო ჯუმბე საქმე რა შეეცი ბატონო ნიკოლოზ დაგესეცხები სიტყვებში და ჩვენ ქართულ ოცნებას ხმა იმიტომ მივეცით რომ მათ წარიმართეს ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც მართავენ დღეს მაგრამ ეს არ არის საკმარისი კაცო იქ რუსთაველზე რომ გამოდიეს ის პატარა ჯგუფი ისინი რომ სხვის უფლებებს არ გვევენ ეს რატომ არ ჩანს იქ ცხოვრობს საზოგადოება იქ პატარა ბავშვები ცხოვრობენ გადაადგილება შეუძლებელია თუ მათი უფლებები არის დაცული ჩვენი უფლებები რატომ არ არის დაცული ეს პრობლემა ამ პრობლემის გავართ ეს ერთი მეორეც მინდა აღნიშნო ეს გარემოება რომ ეს სამშობლოს მოღალატეები ნაციონალური მოძრაობა და მათი ხროვა ყოველთვის გაზაფხულის პირას იწყებენ ასეთ მოძრაობებს რომ ტურისტული სეზონი ჩავარდეს საქართველოში ბატონო ნიკოლოზ თქვენ კარგად მოგეხსენება რომ საქართველოს ძირითადი შემოსავალი წყარო არის ტურისტული სეზონი აქედან გამომდინარე ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები რომლებიც ჩვენთან ძირითადად შემოდით ბელარუსია რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და რომლებიც ტურისტები შემოდიან შეშინებული არიან და ვეღარ შემოდიან როცა აი ასეთი დაძაბული სიტუაცია არის ხელისუფლება ვალდებულია რომ ეს არ ლაგმოს მე გეთანხმებით 5000 ლარი არ არის ეს საკმარისი ჯარიმა უნდა დაწესეს 10-15,000 ლარი ჯარიმა რომ მათ აღარ გაუჩნდეთ სურვილი ამ ყველაფრის გაკეთება ეს ერთ მეორეც არის სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები მე მათ სხვა ვერაფერს ვერ ვეტყვი რაღაც პატარა ჯგუფი რა 100 კაციანი 200 კაციანი პატარა ჯგუფი ადგენს საქართველოში პოლიტიკურ ამინდს არ შეიძლება ხელისუფლებას მოუწოდებ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას ჩვენ საგად მოაზროვნე ქართველი ერი და ის ნაწილი ქართველი ერის რომელსაც ამ ქვეყნის განვითარება გვჭირდება ამ ქვეყნის სიყვარული გაგვაჩნია ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით ოღონდ არის მკაცრი ნაბიჯები გადასადგმელი და უნდა აილაგმოს ეს თვითდება საპატარა ჯგუფის ქმედებები ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით ყოველთვის დაგიჭერ მხარს ოღონდ ეს უნდა ალაგმოთ კანონის ფარგლებით და ნუ შეგეშინდებათ რაცაც ეკუთვით თუ მაგალითად აკლა სააკაშვილის დროს 1 კილოგრამის სპილენძის მოპარვის გამო და ჯართის მოპარვის გამო 3 და 6 წელ ციხეს აძლევდა სააკაშვილის ხელისუფლება და კაცო დაანგრიეს გადაწვეს რუსთაველის ქუჩა გადაადგილება შეუძლებელია ალბათ ამის შესახებ ბატონი ალექსანდრე უფრო კარგად იტყვის აქ არ არის რაიმე მუხლი ისეთი რომ აუზად სისხლის სამართლის საქმეები გასაგებია აი რა ჩვენ უკრაინელებზე როდესაც ლაპარაკობდა მე ვთქვი კიდევ ზელენსკის თავისი ხალხი ფეხები ჩამოკიდებს მარტო იმიტომ კი არა რომ რაღაცა გარკვეულწილად ეს ომი წამოიწყო ავანტიურული და უამრავი ადამიანი დახოცეს ამ ომში და უაზროთ და ქვეყანა გაანადგურეს თავიანთი პოლიტიკით, იმიტომ რომ იცი რა არის, როდესაც შენ ატომურ ქვეყანას ებძვი, უნდა იცოდეს რომ ის ქვეყანა თუ გაუჭირდა ატომს გესწრის. ანუ წინასწარვე წაგებულ ომში ჩაერთო და ეხლა შემოგთავაზებს სიუჯებს ეს გავრცელდა მედიაში. ეს ხალხი იხოცება უკრაინელები ომში.
მშიერი კვდებიან და ამ დროს амиси კნეინა დაბრძანდება იქ დასასვენებლად სადღაც ფეშენებულ სასტუმრებში უცხოებს. На Украине сейчас разгорается новый скандал. Жену главы киевского режима заметили на швейцарском горнолыжном курорте. Кадры, как Елена Зеленская выходит из аэропорта и уезжает на Роллс-Ройсе, опубликовал бывший депутат Верховной Рады Мосейчук. До сих пор считалось, что она вместе с детьми находится в Киеве. Этот факт ее супруг не раз использовал для пропаганды. Украинские спецслужбы и сегодня тут же отреагировали на публикацию, назвав ее фейком. В ответ бывший депутат пообещал опубликовать видео и адрес отеля, где остановилась Зеленская. აი ქალბატონი ზელენსკაია როლს-როისით გადაადგილდება შვეიცარიაში, ნაკლები ნათქმა უნდა მისთვის უფრო ამაზე ნაკლებ სასტუმროში როგორ იკადრებენ და ეს ნაძირალო ის ნაციონალებო. აი ქუჩაში რო დარბიხართ და ხელისუფლებას რო ადანაშაულებთ რომ აი პრორუსული მთავრობა ყავს და რაღაცა მაინტერესებს. ერთი თქვენ რატო არ მიდიხართ საქართველოს ბედი რო წყდება იქა უკრაინაში? რატო არ მიდიხართ? ანა ეს კუნთმაგარი უკრაინელებით, ესე იგი რო ჩახვიდე ნებისმიერ თემაში, ბათუმში იქნება, წყალტუბო იქნება, ქობულეთი იქნება, გაძეძგილია უკრაინელებით. გაძეძგილი არის, ესე იგი იქ მიდის ქართველები იხოცება დღეში 5, არ ვიცი 2-3 ადამიანი ქართველი იგუბება ის არ ვიცი რა და ხო და ესენი აქ გულაობენ და ეს ზელენსკა ხო იქ დადის რა ქვია იმაში შვეიცარიაში და აი რა დღეში ჩააგდეს ეკლესია კიდე აგერ ეს ფაქტიც კიდე ნათელი დასვა. Ну ми десь там ваш Бог помагає. Во. А це свято я роблю кожен день. Шахеди, тривоги, орешник. Я вже так втомилася робити. მეგობრებო, აი ამათზე რომ ვინმე მერე იტყვის რომ ესნიო რა ვიცი მე ხალხი არის და ესეთ თუ საზოგადოებაა. წარმოიდგინეთ ბატონო ნიკოლოზ რომ ასეთ ადამიანს სატანისტებს აქეზებენ და ხელს უწყობენ და მამაოებს და ეპისკოპოსებს იჭერენ უკრაინაში. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, რასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ თქვენ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე და რა ხდება უკრაინაში? იმიტომ გეუბნებით რომ ცოტა უნდა მოხვიდეთ გონს, რომ ჩვენთანაც ანალოგიურად ეშმაკი არ გაბატონდეს. ფაქტიურად უკრაინაში გაბატონებულია ეშმაკი. სხვა კი არაფერი არ არის ბატონობა რომ ღვთის სახლს დაეპატრონენ ეშმაკები. ეს არის ფაქტი. და ჩვენ კადრები ნანახი გვაქვს თუ როგორ ძალის მეთოდებით და როგორ ტყმარტყმებით ყრიან ეკლესიიდან მრევლს და მამაოებს. და ეს სხვა არაფერი არ არის, ეს არის სოდომი და გომორა, ეს არის მთავარი რომ ამას ბიბლიას რომ წაიკითხავთ, ამას ცდილობს მთელი ანუ ეს ეშმაკის მანქანა ამას ცდილობს რომ ესეთი მსოფლიო იყოს. არეული იყოს ყველაფერი. და ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ და ჩვენ თუ ოდნავ ანალიზის შესაძლებლობა მოგვეცემა, რა მნიშვნელობაა კაცო რა პარტიის მხარდაჭერი ხარ და ვინც არ უნდა იყოს, ხო? თუ ქრისტიანი ხარ, კარგო ადამიანო, ხომ უნდა გააკეთო ანალიზი რომ რა ხდება უკრაინაში? რომ იქ ფაქტიურად წახალისება ხდება სატანიზმის. ეს არის სატანიზმი, არანაირი სხვა სექტა არ არის. ეს არის პირდაპირ სატანიზმი. და როდესაც სატანიზმის წახალისება ხდება და ხელყოფა ხდება ეკლესიის, ეს სხვა არაფერი არ არის გარდა გადაგვარებისა. უკრაინა გადაგვარდება თუ ესე გააგზელა. იმიტომ ეს მშვიდობა ეხლა რასაც რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტი საუბრობენ, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, თორე უკრაინა მართლა გადაგვარდება. იმ ხელა სიბოროტეები ხდება, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს არის კრიმინალი და დანაშაული, რაც ეხლა ჩვენ ეთერის მეშვეობით ვიხილეთ სამართლებრივად რომ შევაფასოთ ზელენსკაიას მოქმედება, რომელიც მისი ქვეყნის, რა ვიცი, 90% სიღარიბეში იხჩობა და თვითონ როლს-როისი დადით. უამრავი პრობლემაა სოციალური თუ ტერიტორიული მთლიანობაზე აღარ ვსაუბრობ და ხალხი იხოცება, ხო? და როლს-როისი დადით და მთელი კორტეჟი დადის. და ვისი ფულებით, ხო? ვისი ფულები დადის? ისე უკრაინელის გადახდილის ფულები და იმ ამერიკელების დაფინანსებული ფულებით. და საწყალი ხალხი იხოცება. და ეს ხომ რეალობაა, ანუ თქვენ ხომ უნდა გააკეთოთ ანალიზი რომ ჩვენ რომ ეს დაგვეშვა, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ
ხანდახან მე აი ბატონო ნიკოლოზ უთანაგზნობ ხოლმე ამ უკრაინელებს და ვეუბნებით ხოლმე რომ აი მართლა მეცოდებით რა აი მართლა ბატონმა კალაძემ სწორი ანალიზი გააკეთა ეხლა შევჩენკოსთან დაკავშირებით და მართლაც ღირსეული ესე ქართული საქციელი იყო რომ კაცი ჯერ ჭირისუფალია და რა უნდა ანუ რა კონკრეტული რჩევა ან დარიგება უნდა მივცე ან რა პოლიტიკური პასუხი უნდა გავცე ხო და სწორედ არის ვენაცვალე გამოთქვაში იმიტომ რომ კაცი ჯერ ვერ აანალიზებს რამხელა პრობლემაშია მისი ქვეყანა და თვითონ და თავისი რა ვიცი ჩემი პრეზიდენტიო ზელენსკის რო ეძახის შევჩენკო თორე როგორ შეიძლება რომ შევჩენკოს აანალიზებდეს თავისი ქვეყანას რაღაც გული შეტკიოდეს აანალიზებდეს და შემდეგ არიძახოდეს რომ მაგალითად ზელენსკი ცუდი კაცია დარწმუნებული ვარ ბატონო ნიკოლოზ მოვა უკრაინაში ძალიან მალე ის დროს რომ შევჩენკო იქნება კიდე სხვადასხვა პირები რომ ძალიან მალე იტყე რომ ზელენსკი შეცდომა იყო გასაგები დიდი შეცდომა იყო და არა მარტო მაგას იტყვია აი ზელენსკაია და ზელენსკი და მისი ეს ბანდა გასამართლდება კიდევაც და ჩვენ უამრავ სასამართლოსაც ვიხირავთ აი ჩემი სიტყვები დაიმახსოვროთ ჩემი სიტყვა შეიძლება შევჩენკო კალაძეს თხოვს თავშესაფარი საქართველოს ტერიტორიაზე. აი ხა მე მინდა რომ ჩვენ იცით რა არის სამწუხაროდ ზოგიერთს გონია რომ ეს ტელევიზია რომელიც მაუწყებლობს და ტელევიზია და არა პარტია პარტიულ საქმიანობასაც ეწევა. სამწუხაროდ დღეს ჩვენში არის რაღაცა გარკვეული ჯგუფები რომლებმაც დაირქვეს რომ არ ჩვენ ეს რაღაცა პარტია ვართ რაღაცა პატრიოტები და ტელესტუდიის გარეთ არ გადის ეს ხალხი გესმით? ბიჭო პარტია თუ ხარ და ქვეყანაში რამე ცუდი თუ ხდება გადი და ერთი სტუდიის მიღმა რაღაცა აქტივობები განახორციელე აი ხა შალვა ნათელაშვილის და ლეიბორისტების პარტიას მე პატივს ვცემდი რომ მაშინ აი სააკაშვილის პერიოდში როდესაც იბრძოდა ეს ხალხი ბატონი შოსო შატბერაშვილი ხშირად არის ჩვენი სტუმარი და მასაც აქ ქონდა თავისი აი ამ წვლილი შექონა ამ ყველაფერში რომ მაგალითად უფასო გახადეს საბავშვო ბაღში სწავლება ტარიფები შეამცირებინეს და ეს ხდებოდა რითი რომ მონაწილეობდნენ აი ამ სემეკის განხილვებში საჩივრები შექონდათ დღეს ჩვენში პოლიტიკა იქცა რა რომ დაჯდები ილაპარაკებ ბიჭო ლაპარაკის მეტი რაღაცა ხო უნდა გააკეთო ტელევიზიისგან პარტია რაღაცით ხო უნდა განსხვავდებოდეს რაღაცა რო ხდება ქვეყანაში შეხო მე ბოდიში და იმიტომაც არავინ არ მოგცემთ ბიძიკოებო ხმას რომ ლაპარაკის მეტი რომ არაფრის თავი არა გაქვთ ერთადერთი იციან რომ ეს სტანდარტი არის რომ არჩევნების წინ უნდა რამდენიმე ასეულ ადამიანს უნდა შეხვდნენ და აი ეს არის თითეული რაღაცა პარტიული უჯრედის შემოქმედება ბიჭო პარტია თუ ხარ რაღაცა თუ ხდება ქვეყანაში უნდა მუდმივად ქუჩაში ვიყო პარტიის ლიდერს სად უნდა ეცადოს რომ ყველა დღე იჯდეს ტელევიზიით და ესე იგი ილაქლაქოს სტალინი რომჟდარ იყო ყველა დღე საღამოს ტელევიზიაში შეჯავრდებოდა ხალხს სტალინი და ვინ ახართ ამნაირი რა დამსახურება გაქვთ ქართველი ხალხის წინაშე მაინტერესებს ასე რომ იმოძღვრებით ლანძღავთ ათხოვთ ვიღაცებს ამ ქვეყანაში არის ძალიან პრობლემები. პირადად მე რომ გამაჩნდეს პოლიტიკური პარტია, ხო? კვირაში ერთხელ ახლა ორჯერ შეიძლება სადღაც მივიდე დავждებ თქვა პოზიცია გავამჟღავნო. დანარჩენ შემთხვევებში რაღაცა თუ ხდება, ავიკლებ ყველა სახელმწიფო უწყებას, შევაწუხებ რაღაცა ვიმოქმედებ, გამოვა არ გამოვა, ეგ სხვა არის. შენ უნდა იბრძოლო. უნდა სამართლებრივი მეთოდებით, ის იქნება მოსახლეობასთან ერთად გარკვეულწილად პროტესტით, ჩართულობა ყველა და აი ხა მოხდა ძალიან ესეთი შემზარავი ფაქტი. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ ჩვენ, აი როდესაც ეხლა ხშირად კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი აი რაღაცა მეც და ჩვენი მხარდამჭერები სარგებლობთ იმითი, რომ გარკვეულწილად აი საკანონმდებლო ინიციატივებს წარმოადგენთ ხოლმე რაღაცა გარკვეული აქტივობები გვაქვს. მივმართეთ საკანონმდებლო ინიციატივი ჯგუფთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერში ჩართული იყოს ვია ტომარაძეც, მე ადამიანთან შეიძლება განსხვავებული შეხედულებები მქონდეს, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ დაუკარგავ იმას თუ რამე სიკეთე აქვს გაკეთებული და მე ჩართული ვიყავი, მივმართეთ რომ რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა იყო დასჯად. რომ არ შეიძლება ვიღაცა ნაძირალამ რომელიც მაგარითად ჯვრის მონასტერი შებღალა მარტო ამას აპროტესტებდა იმიდან ტელევიზიიდან გავიგე ეს რო ცუდი არის უნდა პარლამენტში მუდმივად ეხა გასაგებია დეპუტატად არა ხარ მაგრამ დეპუტატის გარდა არის 1000 სხვა ბერკეტები კაცო
მოიცა თქვენ რა გონიათ რომ რახან პარლამენტში არ ზიხარ არ შეიძლება რეაგირება მოახდინო ხელისუფლებაზე ტელევიზიის გარდა და აი მე შემზარა ამან ახლა ისე მინდა ამ ფაქტს დაუბრუნდე ეს არის პროვოკაცია და ეს არის ზაკრული გეგმა რომელიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მიმართ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ირკვევა რომ ის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა ჯვრის მონასტრის მღვდელმსახურები ამბობენ რომ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის დაზიანება ქვეყნის შეურაცხყოფა ფაქტი ხა ის თავისთავად ვანდალურია და გარკვეულწილად ადრეც მომხდარა კულტურის ძეგლთა დაცვიდან ისინი იყვნენ მოსულები და რეაგირება კი ჰქონდათ არ ვიცი ვინ არის და თევზი ხა თავის ხოვდეს ეს იქ რაღაც ცეკვავს თუ რაღაც წარწერები მომატებული აქვს ადრე რაც იყო იმასთან შედარებით მეტია წარწერა რა მიზანი ერთია მარტო დაძის არა ეს თლიანად ქვეყნის შეურაცხყოფა და ყველა ჩვენთაგანის რა ერთი რამე არის რომ აი რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობ. აი სამწუხაროა მეგობრებო, რომ ხშირად მეც მომართავ. მე გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა ხშირ შემთხვევაში ჩვენ დიპლომატიურ მისიაც გვაქვს. ეხლა თქვენ თუ გონიათ მე არ მინახა ჩემ თავს დავაბრალო ჩემი დამსახურება ის რომ ბელორუსიის პრეზიდენტს მიულოცა ყაველაშვილმა, მაგრამ ჩვენ რო აქ ამბავი არ აგვეტეხა საქართველოში რომ არ მიულოცოთო და რაღაცა ის არ ყოფილიყო წნეხი, შეიძლება ეს არ მომხდარიყო და ვინიც ის ამ მილოცვამ შეიძლება რაღაცა და შემდგომ ნაბიჯებმა რა შედეგი გამოიტანოს. ის რომ რუსეთში დავდივართ ხდებით დეპუტატებს და იქ რომ თავთ აქ გოსდუმის დეპუტატებს და ვაჩვენებთ ბელორუსსაც და რუსეთსაც რომ ჩვენ საქართველოში ვართ ხალხი რომლებიც მივესალმებით მართლა ურთიერთობა ესეც პოლიტიკა და ეხლა აი ამაზე ესეთი ამბავი პირველად კი არ მომხდარა მარნეულშიც იყო შეურაცხყოფა დაარბიეს ქართული ეკლესია იქ ასევეთივე ფაქტი იყო არაერთ ქართულ ეკლესია თქვენ გინახიათ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნიშნის მოგებით არ ვლაპარაკო სხვა კონფესიის რამე შენობა დარბეული ყოფილა გინახიათ ეგეთი რამე ერთადერთი აჭარაში პროვოკაციულად ღორის თავი რო ჩამ ერთადერთი ეგ იყო და ისიც ის ვიღაცა ნაძირალამ გააკეთა ეგ მახსენდება მე რო აი ღორის თავი ჩამოკიდა ვიღაცა სულელმა იქა მეტი მე არ მინახე პირდაპირ მიდის ამიტომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ კანო წესით ეხლა ეს კაცი მე არ ვიცი ამას ხო რო ატვირთა ეს ვიდეო IP რაღაცა ხო აქვს მისამართი რაღაცა ხო შეიძლება რაღაცა მოვძებნო და მივიღოთ კანონი რელიგიური გზნობების რო გამოდის ეს ნაძირლები და აქციებზე და ამას უნდა საკანონმდებლო აი მე რო პარტია ვიყო მაგალითად მოვიყვანდი რიგ აი პარტიის წარმომადგენლებს რომლებიც ამას ხარს უჭებდნენ პარლამენტთან მივიდოდი, განცხადებას გავაკეთებდი, წერილს შევიტანდი, პატრიარქოში წერილს შევიტანდი. ეხლა მე კვირაში 6 გადაცემა მაქვს, რაც მაკისრია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც მაკისრია, იმას ვაკეთებ იმაზე მე. და რო ხარ პარტია და თუ გული გიძგეს და სამშობლოს სიყვარულზე ქადაგებ, ადექი და აიღე ერთი ადგილი და გააკეთე ესა, ვერ გავიგე რა. რო ლაქლაქებ, დღედაღამე, გააკეთე ერთ ესეთი რაღაცა, შეკრიბე, საზოგადოება გაართიანე. იმას კი ვცდილობ, რომ ვიღაცას რაღაცა დააბრალო, ვიღაცას რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენო, კონსოლიდირება მოახდინოთ საზოგადოების. სულ არ მომწონს და გული არ მიმდის ზოგიერთ ადამიანზე, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით კაცო ვაპატიებ ამ ადამიანს და დავდგები რაღაც სამშობლოს გულისათვის. და ცილისწამება, ხელისწებლებაზე რეტე უჭერ ხარ. ბაჭა რა გავაკეთოთ ეხლა ბიძინა ივანიშვილის არ დაუფასოთ ის რაც გააკეთა, რომ ყოფილიყო გიჟი სააკაშვილი ხო ჩავერთვებოდით ამ ომში. ყაველაშვილს არ უთხრათ მადლობა რომ გადაიმასქდა რა ქვია ბელორუსის პრეზიდენტს იმას და მიულოცა ერთი რამე თქვენ გააკეთეთ თქვენ და ლოცვილებო ერთი რაღაცა თქვენ გააკეთეთ თქვენს მოგიხდით მადლობას რა მე ვიღაცა გამოხტევა რომელიღაცა პარტია და ეხლა იტყვის რომ ნიკოლოზ ჟავანაძემ დაგვარტყაო ბიჭო ბოზები და ჩათლახები და პინდარასტები და არაკაცები და სამშობლოს არ მოყვარული რო ხარ თუ ხართ რატო იღებ თქვენ თავზე მაინტერესებს მე თქვი ახლა რომელიმე პარტია აქ დავასახელე რომელიმე პარტია არა მაგრამ საქმე რა შეიძლება არა ერთი წამით ხო არ დამისახე არა ხო არ და რატო ღებულობს მაშინ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი იმას რომ მე ურტყამ მაგალითად ვიღაცას ხო იმიტომ რომ ესე იგი რასაც ვლაპარაკობ მე ესე იგი ეს ეკუთვნის იმ პარტიას გესმით იმიტომ რომ ცხოვრებაში არც ერთი პარტიისთვის არჩევნების პერიოდშიც არც მე არ დამიტყვი იმიტომ რომ ვიცი რა ნაძირლებიც არის ზოგიერთი ამ ეროვნულ და პატრიოტულ საფარქვეშ, მაგრამ არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ მირჩევნია საზოგადოება მიხვდეს ამას. რომ მე არ თქვა რომ აი გვებძვია. ლაძღავენ, თათხავენ, გესმის პასუხს არ ავცებ და მე
მერე ესე კიდე მემადანაშაულებენ. ზოგმა ისიც ათქვა რომ ნიკოლოზ ჯავანაძე პარლამენტში რო არ მოხდითო. თურმე მე დამაბრალეს გესმით? თუ ასეთი ძალა მაქვს და ისა მაშინ ბოდიში და მაშინ მე ვყოფილი ვარ რაღაცა თუ პარლამენტში შესვლა არ შეგვიძლია საკითხვითავ ერთი კაცი რომელიც ორი კაცი მყავს თანამშრომელი ამ ტელევიზიაში და სამ კაციანმა ტელევიზიამ ვიღაცა დავბლოკე რა. და ამიტომ ვიძახი ეს ფაქტი რომელიც ესე დაიგო ეს მარტო ტელევიზორში სათქმელად კი არ უნდა იყოს ეს ფაქტი რომ ტელევიზორში აღშფოთდეთ ჩვენ. უნდა შეიკრიბოს საზოგადოების დიდი ფენა. ეს იქნება როგორც სასულიერო პირებიც, იმიტომ რომ მე ვფიქრობ უნდა გავერთიანდეთ ყველა ამ ყველაფერში და რაღაცნაირად პეტიციაც უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ რა არის ბოლო-ბოლო სვეტი ცხოველს ცეცხლი ხო არ უნდა წაუკიდონა რა. ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს. იქ მატრონას ხატი გადაღებეს იმ სამებაში და ამაზე მარტო ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. კანონები უნდა მიიღოს. კანონი უნდა მიიღებულ იქნას და ყველამ აი ვაიძულოთ უნდა ჩვენ ხელისუფლება რომ ეს გაკეთდეს. მით უმეტეს აგერ ტრამპი იძახის კაცო რომ ეს პირდაპირ გამოდის ერთი ხუთ რა ქვია იმის რა ქვია უდიდესი ჯვარი კიდია მის პრესპიკერს რო გამოდის და ჩვენ რელიგია უნდა შევიტანოთ და ჩვენ რა გვეტაკა მაინტერესებს რა. გამივიღოთ ეს კანონი რელიგიური გზნობების შეურაცხყოფით. ტრამპმა უნდა დაგვირეკოს ჩვენ რომ მიიღეთ ეს კანონიო. ვერ გავიგე რა ზოგჯერ არის ხო მე კიდე ზოგჯერ არის იმდენი რაღაცა ხდება გესმის იმდენი რაღაცა ხდება ქვეყანაში ზოგჯერ რაღაცა შეიძლება გამოგეპაროს და ყველა აი იმას რო არ აშუქებ ეთყობა გული არ შეგტყივა გესმის ეს ზოგიერთმა იცის ხოლმე ამის თქმა იდიოტმა რა თქვენ რო აკეთებთ რა აცხადებთ რას აკეთებთ მაინტერესებს თქვენი გადაწყვეტილი პრობლემა მანახეთ ერთი რა და ვინმეს თუ გონია რაღაცა თუ ამ ქვეყანაში სასიკეთო მოხდა ეკლესიის გარეშე მოხდებოდა და ეკლესიის მოწოდების გარეშე მოხდებოდა ძალიან ცდებით. ეს ვინ არიან ვერ გავიგე. იცით რა ეს არის ცუდი მაგრამ ხელისუფლებას თუ არ იქონდა წნეხი საზოგადოების მხრიდან რომ რაღაცა გააკეთოს ისე არ მოხდება. იგივე ეხა ეს ლუკაშენკოს მილოცვა მე დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოების შეკვეთა რო არ ყოფილიყო ხელისუფლებაზე რომ უამრავი გამოვიდა უამრავმა თქვა ბოლო-ბოლო ირანში ჩახვედით იქა და იმის დაკრძალვაზე იყავი და რა დაგიშავათ ამ ლუკაშენკობო და მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება. ეხლა წნეხი თუ იქნება რომ მიიღონ ეს კანონი მიიღებენ აბა რას იზამენ არა ვარ სწორი ბატონო. არა საზოგადოება ჯერ ესეთი ხელისუფლების კონტროლია და აუცილებელიც არის ეს კონსოლიდაცია. ამიტომ აქ ცუდი არაფერი არ არის, ცუდი კი არა, პირიქით კარგია ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ საზოგადოება საუბრობდეს. და შემდეგ უკვე პოლიტიკოსები რომ დავარწმუნოთ, რომ ეს მისაღებია თუნდაც ეს კანონი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ვანდალიზმს ეხება. გასამკაცრებელია. არ შეიძლება კი ბატონო ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა ვართ, კი გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ უნდა შეგვიბღალოს ჩვენი ქვეყანა. ბატონო ნიკოლოზ, იმ დღეს ესეთი სიტუაცია იყო, რახან ამ თემებზე ჩამოვაგდეთ საუბარი. დათვრდნენ ესე ვთქვათ ძალიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები და ორი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დათვრდა და ანჩის ხატს კვერცხები ესროლეს. და არა სასჯელი? ხო. 2000 ლარი ჯარიმები დაუწერეს მეტი არაფერი. მოიცა ანჩის ხატის კაცო როგორ რატო ესროლეს? დათვრდნენ და ბოლოს ისა რა ქვია ანუ რაღაცა მოგვეჩვენაო რა და დაასვენ და 2000 დაახლოებით 2000 ლარამდე ჯარიმა დაუწერეს. აი ეს იმიტომ გეუბნებით რომ აი ეს არ არის გახმაურებული ფაქტი ეს ახლა მე ვიცი და ეს არის კონკრეტული ფაქტზე ვსაუბრობ რა ორი ამერიკელი აი ესე დათვრა და აი ესეთი რაღაცა მოუვიდათ 2 თუ 3 იყვნენ ბოდიში შესაბამისად ამაზე რომ რეაგირება ეგეც მიკვირს რო იცოდი და რატო იცი ის ამერიკელები რო იყვნენ ეგეც ხო იცი ჩვენთან ამერიკელიო და შეიძლება ბოდიში და კვლელობა აპატიონ და ეგეც რო გაუწერეს ეგეც მიკვირს რო იცოდეთ რა ხო არა ხა ვერ გავიგე მაგას ვიძახი რომ არ შეიძლება რომ ესეთი რაღაცა მსგავსი რაღაცა ქმედებები არ პირიქით უნდა გაზვიადდეს, უნდა მოხდეს ამის ლუსტრირება და ამის შემდეგ უკვე კანონები უნდა იქნეს მიღებული საზოგადოებას პრობლემა უნდა დავანახოთ. ანუ უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. მარტო დაუშვათ მე კი არ უნდა ვიცოდე და იმ სამართალ დამცავება კი არ უნდა იცოდნენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ესეთი რაღაცა არ უნდა ხდებოდეს ჩვენი რელიგიური გზნობების თუ სხვისი რელიგიური გზნობების შეხება არ შეიძლება. აბა მიდი და ერთი თუ მაგარი ხარ მე შეცესროლე ისა რა ქვია კვერცხი ნახავდეთ მე ბატონო ნიკოლოზ რა მოვიდოდათ მათ ხო ჩაქოლავდნენ ეგრევე და ჩვენ რა გავაკეთეთ დავარცხნეთ პროცესი ჩაუტარეთ და გავაგდეთ და როცა მას კი არ უნდა გვექნა უნდა აგვემოქმედებინა ის კანონები რომლებიც არ არსებობს სამწუხაროდ და უნდა ყოფილიყო ის კანონები რომლებიც რაღაც კონკრეტულ სასჯელს პატიმრობას გულისხმობ უნდა არსებობდეს
რელიგიური გზნობებისთან დაკავშირებით და უნდა გასამართლებულიყო ეს ადამიანები. მე უკვე ჭკვას ისწავლი და ყველა რომ ჩვენ კი ტოლერანტული ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მე გაგიტარო რომ ჩემს რელიგიურ გზნობებს ეხებ. ეხლა მე ერთი რამეც არის, იცით, ბოდიში ბატონ ალექსანდრე რა, უყურეთ რა ხდება, ამაშია საქმე, რომ აი აქ უკვე ჩვენ აი სწორედ ხელისუფლება სჭირდება საზოგადოების მხრიდან რაღაცა გარკვეული კონტროლის და ზოგჯერ რაღაცა კარგი გაგებით ცოტა ბოდიში ეხლა აი ასეთ ეხლა თქვენ რაცა თქვით, ხო? მაგი რომ ვიღაცას გაეკეთები და აზერბაიჯანში რომ მეჩეთისთვის ესროლა ვიღაცას კვერცხები. ციხეს მოანატრებდნენ მაგა. მე ვფიქრობ, აი ესეთ რაღაცაზე უნდა იყოს პატიმრობა, 3 წლიანი. 3 წლიანი პატიმრობა. აი მაგალითად ეხლა ის რომ ვიღაცამ რო იქ დახატა იქა, ხო? და ამას უნდა საკანონმდებლო მე ვერ გავიგე ეხლა ყველაფერს ხო არ იმას ვიზამ ეხლა მართლა ვერ ვიგე ხა თუ გაქვს პრეტენზია შედავლოცილო პარლამენტში ადგილი დაიკავო რაღაცა გამოდი ამ ტელევიზიიდან და რაღაცა გააკეთე წადი მიდექი მოდეგი საპატრიარქოს შეხვდი მე ეხლა იცი რა არის ბოდიში მე ვფიქრობ ცოტა საპატრიარქოც უნდა გააქტიურდეს აი ეხლა დავით გარეჯის საკითხი რო იყო დავით გარეჯის კომიტეტი გავაკეთე და მე რომ დავიწყეთ აქტიურობა ისეთი პოზიცია იყო რომ გავჩერდეთ გავანებოთ თავი გაჩერებული ვარ და 5 წელი გავიდა უკვე და არაფერი იქ ის შეთანხმება რომელიც იყო რომ ჩვენი სასულიერო პირები მაინც შესულიყვნენ ისიც არ სრულდება ხო და ჩვენ პროვოკატორებად ჩვენ ნათლავენ კიდე ესე იგი რაღაცა რო დავიწყო ეკლესიის ტრად შემოგნათხავენ კიდე ხო და ვეღარ იღებ ადამიანი ხმა ზოგჯერ რა გადაწყდა დავით გარეჯის საკითხი ხო არ გადაწყვეტილა ხო 5 წელი გავიდა იმის მერე არა 5 წელი გავიდა თუ მეტი არა კიდე რა ვიცი რამდენი ხანი გავიდა უკვე ხო და ცოტა მეტი აქტიურობა საპატრიარქოდანაც არის საჭირო იმიტომ რომ აი ესეთ რაღაცაზე თქვენ რაცა თქვით 2000 ლარი კი არ უნდა იყოს კაც რო ეწოდინება რომ კვერცხების როლისათვის 3-4 წელი ციხეში ჩაჯდება აღარ იზამს ამას და სამაგალითოდ რომ დაიჯება ვინ გაპატიებს მეჩეთისთვის კვერცხის როლას ან რაღაცის დადღაბნას იქა ამას რა თუნდა ვერ გავიგე რომ კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს რა თუნდა ამას ბევრი ლაილად მაგრამ ამას უნდა კაი ხელისუფლება არ აკეთებს შენ რო პოლიტიკური პარტია ხარ და პატრიოტობაზე რო გაქვს პრეტენზია ადექი შეიტანე პეტიციები შეაგროვეს მე რო ვიყო ეხლა პარტია შევკრიბავდი ყველა ვინც კი არის ცნობადი სახე ვინც კი არის აი ესეთი გამოჩენილი ადამიანი დავაყენებდი და მოუწოდებდი ესე ყველას დავაყენებდი ესე ტელევიზიებს მოვიყვან და მოუწოდებდი ქართველი ხალხის სახელით გეუბნები და ამას ვაკეთებ ეხლაც არ არის ეხლა ხალხი არ ამყავს გარშემო უკან მაგრამ გეუბნები ხელისუფლებას მიუმართავ რომ გაამკაცრეთ რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა ტაძრების შეურაცხყოფა იყოს პატიმრობა ამ ყველაფერზე და ბოლო გააკეთოს პარტია ტელევიზიისგან რაღაცით ხო უნდა განსხვავდებოდეს რა გინდა თქვინო ჩართავ არ მინდა ეხა კიდევ ვინცაც უნდა მიიღოს და ცივიწყალის დალიოს დღე-დაღამე პარტიის ლიდერები ზიან 5 საათი 6 ჯერ გადით ამ სტუდიიდან ხალხო იმიტომაც არის რომ შედეგი არ აგაქვთ მე ისა საქმე ლაპარაკის ნაცვლად კომუნისტებმა რომ მოიგონეს ეს ტყილა კი არ მოუგონებიათ ბატონო ჯუმბე საქმე რა შეიძლება დიახ ზოგიერთ დღევანდელ პოლიტიკურ ბაზარზე პოლიტიკოსებს გონიათ რომ რადგან პარტია დაირქვეს ამით ყველაფერი თქმულია ზოგადად რა არის პოლიტიკური პარტია ზოგადად არის შუამავალი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის თქვენ რომ ამბობთ რომ ბატონ ნიკოლოზ საზოგადოებრივი ზეწოლა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე ამის ორგანიზება უნდა გაუკეთოს პოლიტიკურმა პარტიებმა როდესაც არჩევნები თავდება, იქედან უნდა დაეწყო არჩევნებისათვის მზადება და რატომ? არჩევნების წინ კი არ უნდა ახსენდებოდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებს საზოგადოება. არამედ მან საზოგადოებიდან უნდა მოიპოვოს ის საზოგადოების პრობლემები და ყოველკვირეულად უნდა გააჟღეროს ტელეეთერებით, პრესკონფერენციებით ხელისუფლების კრიტიკა იოლია, მაგრამ როცა გააკრიტიკებ ხელისუფლებას, აქვე უნდა უთხრა გამოსავალი, რასში ხედავს ის გამოსავალს. როგორ ის ხედავს ამ პრობლემის მოგვარებას და ასე შემდეგ. საზოგადოება თვით ვერ გამოხატავს და ვერ შეძლებს ხელისუფლებაზე ზეწოლას. პოლიტიკურმა პარტიამ თუ არ გაუკეთა ამის ორგანიზება. პოლიტიკურმა პარტიამ
ხოლო და კარგი კი მესმის ტელევიზიებში გამოსვლა ძალიან კარგია ინფორმირება საზოგადოების, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მოვალეობა არის, რომ საზოგადოებისათვის საუკეთესო კანონპროექტები შეემუშაოს და დაარეგისტრიროს პარლამენტში. გამოიყვანოს განხილვის დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მოათხოვოს იმ საზოგადოებას ამა თუ იმ კანონპროექტის მიღებას და რასაც აკეთებდა კობა დავითაშვილი მაგალითად და მე მასთან ერთად. ეს არის პოლიტიკური პარტიის მოვალეობა. მან საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდა მოახდინოს ურთიერთკავშირი, შუამავალი რგოლი უნდა იყოს. და პოლიტიკური პარტიის ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიის ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვა კი არ არის. კრიტიკა აუცილებელია, ოღონდ ის კრიტიკა უნდა იყოს, ობიექტური კრიტიკა უნდა იყოს. და კრიტიკის შემდეგ უნდა აჩვენო გზა, რა გზით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მაგრამ დღეს საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გონიათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზიებით იმართება პარტია. არა, იცით რა არის, ყველა და მე ერთი რამე არის, თითოეულმა ადამიანმა ზოგჯერ თავის-თავში უნდა ეციოს რაღაცა გარკვეული აი მიზეზი თუ რატომ ხდება, რომ აი წარმატებას ვერ აღწევ რა. მე არ ვიცი, აი ზოგჯერ გამოდის ეს ხალხი ყველას ადანაშაულებს თავის-თავის გარდა. ესე იგი, თუ რამე წარუმატებლობას ვერ, ყველა სიბრალი არის, თავის-თავს კი არ იდანაშაულებს. რომ კომუნიკაცია არ აქვს საზოგადოებაზე, რომ საქსავს, მე პირიქით ვთილობ, რომ აი, ჩემი ტელევიზია ემსახურება ყველა პატრიოტული ძალის რაღაცა კონსოლიდაციას ვთილობ, ვისაც კიდე შევეცადე რომ ბოდიში, ვისაც ჩავაცვი მან გამხადაო, ვისაც ვაპიარებდი, ვისაც რეკლამას უკეთებდი, იმან ბოდიში და ძაღლივით დამგესლა. თუ გველივით დამგესლაო, ძაღლზე რას ვეთქმის ამას. ხო და ესე არ გამოვა ეს ყველაფერი და მე თითეული პარტიის ესეთი პრინციპი უნდა იყოს, რომ ილიას სიტყვებია, კაცო, ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა, დღესმეს ვის რა ვარგე? ვის რა არგე? დღეს ამითი უნდა იყოს, ამითი უნდა საზრდოობდეს თითო პარტია. გავიგეთ, ბაჭონო, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხო თქვი ესა გავიგეთ. რომ ეს ესია, იმისიკით პარტია ხო ხარ, გააკეთე რამე რა. გადი ამ სტუდიიდან მიჯაჭული რო ხარ, აი სკამზე. რამითი ხო უნდა განსხვავდებოდეს პარტია და რა ქვია ეს რაღაცნაირად ტელევიზია ერთმანეთს. ხო ყავს ჟურნალისტები, კი ბატონო, ტელევიზიას აქვს თავის დანიშნულება, იდეოლოგიური მუშაობა გაწევს. რა გინდა დღედაღამე რო ხარ და მიჯაჭული. ჟურნალისტი იმისთვის არის, რომ ჟურნალისტი არის. რა უბედური მედიამ გააზარმაცა პოლიტიკოსები, ეს არის ფაქტი. კი ბატონო და ყველას გონია კიდე. გამოუცდილობაც არის. მე დაგეშილები რაზე არიან? ერთმანეთს უყურებენ, ვაიმე იმას რამდენი ლაიქი აქვს, რამდენი ის აქვს, ერთი ვიღაცა სულელი გამომეკიდა კიდე, ესო იმასო რეიტინგსო, იმას შებაო ყიდულობსო. ხო და მე არ ვიცი, ჩვენ რომ მე პირადად კიდე სადაც ყოფილ ვარ, სადაც მიმუშავია ყველგან იმიტომ მაღალი რეიტინგი მაქვს და ყველგან იმიტომ პატივისცემა მაქვს და მოღალატეები მებძვიან მარტო და 1000 სიბინძურეს თუ იტყვიან ჩემზე მოღალატე ნაცები და ჩათლახები და ვაი პატრიოტები კიდე რომ თორე იმიტომ მაქვს რეიტინგი რომ ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ. შეიძლება მეც რაღაცა შემეშალოს შევწდე კაცო, შეუცდომელი უფლის გარდა არავინ არ არის, მაგრამ ერთი რამე არის, ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთო. პარტია რო ვიყოს, ჩემ ადგილზე, ჩემ მე აქ ვერ ვნახავდით მე ამ სტუდიაში. ვერ ვნახავდით, მოვიდოდი მარტო კვირაში ორჯერ ალბათ. იმიტომ რომ საქმიანობას აი ეკოლოგიური სამართლის ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი ბატონო ალექსანდრე და ბატონო ჯუმბერ და ესე იგი ერთსაც გეტყვით რომ აი ამ ძალიან კარგი საქმის ფუძემდებელი და ამ კარგის საქმის დამფინანსებელი იყო ბიძინა ივანიშვილის ქართულ ფონდი. აი ეხლა არსებობს უამრავი დოკუმენტი, უამრავი სკვერი გადავარჩინეთ. ჰაიდელბერგ ცემენტს დავაყენებინეთ ფილტრები. ზესტაფონში ფეროს, ეხლა ვიღაცა იტყვის მაინც აბინძურებსო, ბიჭო, ხა ვერ გავიგე, ეხლა ის არის პროცესი. იმ მომენტში ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ ზესტაფონის ფეროსაც ეკოლოგიური სიტუაციის მიმართულებით გავაკეთეთ რაღაცეები. საკონსტიტუციო საჩივრები შევქონდა მზიურთან დაკავშირებით ყველას ახსოვს ეს ყველაფერი. ძალიან აქტიური ვიყავით. ანუ ტელევიზორშიც გამოდიოდით, ბრიფინგსაც ვატარებდით. თან ეკოლოგიური მიმართულებით ძალიან ბევრ პრობლემა გადაუჭერით მოსახლეობას. ხო და აქედან გამომდინარე, აი ეს არის, ეს ამ კუთხით უნდა იმუშაოს ყველა ამ მიმართულებით. ეხლა ვიღაცა იტყვის, აი მე ვერ ვაკეთებო
ამასო რა რომელიღაცა პარტიამ დაფინანსება არ მაქვს. შედავლოცი რომ რაღაცა მაინც გააკეთე, კაი შეიძლება დაფინანსება არ აგაგდო, მაგრამ ბიჭო ამ სტუდიაში ნუ შეაზიზღებ ხალ. ბიჭო ანჯელინა ჯოლი რო გეწვეს ყველა დღე ლოგიში ის მოგბეზდება რა უბედურებაა რა არის რა. და სტალინი რომ ყოველდღე გამოსულიყო ეთერში შეზიზღდებოდა საბჭოთა ხალხს. ეს არ არის? შეზიზღდებოდა. სტალინის მონატრებული ყავდა სტალინი ხალხს ერთი მავზოლეუმზე რო გამოჩნდებოდა რომ დაენახათ ის სტალინის სილუეტი ეს იყო ყველასთვის იშვიათად გამოჩნდებოდა. დაიბარა ერთხელ სტალინმა ცენტრალური გამოცემის რედაქტორი. კი მაგრამ ძალიან ბევრჯერ ხო არა ვარო მე ამ გაზეთში არ გეჩვენებათო თქვენაო რომ ძალიან ხშირად რომ ბეჭდავთო ჩემს სურათებსო და მე ხშირად ბეჭდავთო არ გონიათო და ახლა იმ კაცს რა უნდა ეთქვა ახლა იმ მუცელში და ჩაუვა ახლა იმას რაღა უნდა ეთქვა და როგორ ეს ისო ანუ კაცი სტალინი ითხოვდა ნაკლებად გამომაჩინეთ იმაშიო გაზეთში ესენი ზიან დღე და ღამე მიდი მოვდივარ გადით საქმე გააკეთე ჩვილო წადით რაღაცა კენით რა აი ახლა სადა დედამიწა მექნებოდა შეძრული ამ არაბების იმაზე რა ცალკე საპატრიარქოში წავიდოდი ცალკე ამ ინტელიგენციას შევკრიბავდი დავაყენებდი ყველას მივმართავდი კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივით შევიდოდი და მარტო ახლა გამოვიდნენ ილაპარაკე ებეს ხები რატო არ ლაპარაკობენ ამათ რა გონიათ ის ტელევიზორში ლაპარაკობს საქმე გადადა რადგან სხვა თუ ვერ ილაპარაკა იმდენჯერ რამდენჯერ წამათ იმიტომ რომ ესენი ამ ყეფენ და დღედაღამე ესე იგი ის არ არის პატრიოტი აბა ის რატო არ ლაპარაკობს ეს გონიათ ამათ საქმის გაკეთება კომუნისტებს ჰქონდათ ძალიან კარგი ლოზუნგი საქმე ლაპარაკის ნაცვლად საქმე უნდა გამიკეთო შენმე საქმენმან შენმან გამოგაჩინოს სახარებისეული ჭეშმარიტებაა ეს. საქმენმან შენმან გამოგაჩინოს. თორე მე ვიცი ადამიანები, პოლიტიკოსები ხშირად აი გამოუცდელი რო ვიყავი და სანამ აი ამ ჟურნალისტურ საქმიანობას დავიწყებდი ესე იგი ბატონო თქვენს ალბათ მასეთის გექნებოდათ ეგეთ შეხედვით ვაიმე რო ვხედავდი ტელევიზორში ადამიანს ვიფიქრე ეს არის რაღაცა იმისი არ იყოს ხო იცი მასწავლებელზე რო გვაქვს წარმოდგენა ადრე რო ქონა რომ ასე გვეგონა რომ მასწავლებელი ტუალეტში არ გადიოდა და ეს არ ჭამდა საჭმელს და არ ამქვეყნიულიყო მეგონა რომ ეს კაცი რო ვაიმე და მე რო გავიცანი მივხვდი რომ რა დღეში ყოფილა ჩვენი ქვეყანა და როგორ აი ესეთი მდგომარეობა არის ჩვენში რა და ამიტომ ვიძახი რომ საჭირო არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაღაცის კეთება რაღაცა გააკეთეთ ხალხო რაღაცა შექმენით სირცხვილია ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება რა და ერთმანეთი გვიყვარდეს და ნუ გძულს ერთმანეთი და ხელისუფლებასაც ჭირდება ჯანსაღი კრიტიკა ხო არ შეიძლება სულ ვაგინოთ ლანძღოთ კარგზე კარგი თქვა ცუდზე ცუდი თქვა არ შეიძლება რომ ადამიანი პოლიტიკური ძალა თვითონ თვლიდეს მარტო თავის თავს რაღაც ანგელოზა და სხვა და ეხლა ვიღაცა თუ გამოხვალთ კიდე და იტყვით რომ ნიკოლოზ ჟავანაძემ დაგვარტყაო მიიღეთ მაშინ ჩათვლილათო თქვენ დაგარტყით იმიტომ რომ მე ამას რო ვლაპარაკობ ეს ერთს არ ეხება ბევრს ეხება ეს ბევრს ეხება იმიტომ რომ ასეთებია ძირითადად პარტიები რუსებს აქვს ნათქვამი ვისაო რა ერთ ადგილს ნუ აწვალებო მიდი მიან ყოფტები რა თუ არა გაქვს თავი ბიძიკოება გაჩერდ და მიაყენეთ ერთი ადგილი მაშინ და თუ რამის პრეტენზია გაქვს კიდე ამბიციები და ნუ იგესლები და საქმე გააკეთეთ და საქმენმა თქვენ შენმა გამოგაჩინოსო ამ პრინციპით იხემძღვანელეთ რა და ეს ხალხიც ნუ აქციეთ კიდე რაღაცა ამათ რაღაცნაირად იმას ზომბირებულებად რა არ ვიცი აი აუბედურება არ ვიცი რა ძალიან ცუდღეში ვარ და მე მგონი გამოსწორება ამ ყველაფრის საჭირო და სწორი დაკვეთა და სწორი მიმართულების მიცემა ამ ყველაფრისათვის თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდღეში აღმოჩნდებით ჩვენთვის გაკუთვნილ დრო ამოიწურა გაგვიგრძელდა ძალიან ეთერი ბატონი ალექსანდრე კობაიძე იყო ჩვენი სტუმარი სამართლის ექსპერტი ადვოკატი პოლიტოლოგი პოლიტიკოსი ბატონი ჯუმბერ თავართქილაძე მადლობა მეგობრებო სტუმრობისათვის და რა ვიცი აი დღეს ბევრი კარგი ამბავი გითხარით მე დასაწყისში ჩვენი გადაცემის ბოლოს მტკივნეულ საკითხებს შევეხეთ და რო არ შეგვეხო არ შეიძლებოდა და იმედია რომ ბევრ კარგ ამბებსაც შემდგომ გადაცემებში გამწვდით კარგად ბრძანდება